მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ეთერშია გადაცემა პოლიტიკური სივრცე და როგორც იცით, ახლესი ინფორმაცია პოლიტიკური არის ასეთი, რომ სუსის ხელმძღვანელი აღარ არის მამუკა მდინარაძე, სულ რამდენიმე თვე გაძვა თანამდებობაზე. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში გეომეტრიული პროგრესით იზრდებოდა მისი ჩინები და ბოლო ჩინი, რომელიც მას მიანიჭეს, იყო გენერალ-მაიორის წოდება. მე მგონი დღეს მიანიჭეს საერთოდ და დღესვე მოხსნეს. როგორც გაირკვა მამუკა მდინარაძისთვის, შეიქმნება ახალი, ასე ვთქვათ, სამინისტრო და ამ თანამდებობაზე იმუშავებს ის, როდესაც გადავა საბოლოო ჯამში სუსის ხელმძღვანელობიდან სახელმწიფო მინისტრი გახდება და ასევე ვიცე-პრემიერი, ხოლო სუსის ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გახდება აჭარის მთავრობის მეთაური სულხან თამაზაშვილი. აი ასეთი მოულოდნელი გადაადგილებები გვაქვს დღეს. დღეს ასევე 14 წელი შესრულებულა ქართული ოცნების პარტია ქართული ოცნების დაარსებიდან. მოკლედ ამ თემებზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში, ასევე ოპოზიციურ ალიანსში რაღაც მომხდარ გაუგებრობებზე. ბევრი თემაა, თუმცა ვიწყებთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალით, სადაც საქართველოს საკითხიც უნდა განხილულიყო და ამიტომ თამარ ლუნცუბიძე ჩაგვერთვება ბრიუსელიდან, რომელსაც მივესალმები. გამარჯობა თამარ და თუ ითქვა რამე საქართველოსთან დაკავშირებით. მოგესალმები, მე მოდი პატარა შესწორებას გავაკეთებ. ლუქსემბურგში ვარ, სადაც ამჯერად ტარდება მინისტრების შეხვედრა და ბოლო ინფორმაციით დავიწყოთ, დასრულდა ეს შეხვედრა. კაია კალასმა თავის გამოსასვლელ სიტყვაშიც ისაუბრა საქართველოზე და ასევე შესაძლებლობა მომეცა შეკითხვა დამესვა მისთვის. რაზეც საკმაოდ ვრცელი პასუხი გამცა და ახლა შესმაყურებელს ამას მოუყვები. თავის სიტყვაში მან თქვა, რომ მინისტრებმა დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს საქართველოზე, თქვა, რომ არანაირი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში რაღაცა გაუმჯობესების ნიშანწალი იყოს არ არის და მან თქვა, რომ მაინც მოუწოდებენ მინისტრები ქართულ ოცნებას, რომ ქართული ოცნება დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას, რაც არის საქართველოს მოსახლეობის ნება და თქვა, რომ თქვათ ადამიანის უფლებათა საკითხებთან დაკავშირებულ დიალოგში თუ კი ჩაერთვება ქართული ოცნებაო, ეს იქნებოდა პოზიტიური ნიშანიო. ჩემი შეკითხვა მდგომარეობდა შემდეგში, რომ რა განწყობა იყო მინისტრებს შორის დახურულ კარს მიღმა და მაგალითად მოუყვანე, მაგალითად რას ფიქრობენ ისინი თარგეტირებულ პერსონალურ სანქციებზე და თუ თვლიან მინისტრები, რომ ეს სანქციები შესაძლოა გამოყენებული იყოს როგორც ერთგვარი ზეწოლის მექანიზმი ამ ბერკეტი, რომ სწორედ დააბრუნონ ქართული ოცნება ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ასევე პარალელურად რომ პასუხი აგონ იმ პირებმა, ვინც უკან დგას აი იმ რეპრესიული კანონმდებლობის, ადამიანების ციხეში მოთავსების, ცემის და ყველა ამ ქმედების საკმაოდ ვრცელ პასუხში რამდენიმე საინტერესო მომენტი იყო. რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, პირველი მან თქვა და ეს პრინციპში ალბათ ახალია, რომ 26 ქვეყანა უნგრეთის გარდაო იყო მომხრე სანქციებისო, ანუ ეს ორბანის დროზე საუბრობდა. თქვა, რომ ეხლა არის მომენტუმი, თქვა, რომ ევროკავშირს სურს აჩვენოს საქართველოს მოსახლეობას, რომ მათ გვერდით არიან და საინტერესო რაღაც თქვა, რომ ანუ საქართველოს მოსახლეობასთან კომუნიკაცია არა მხოლოდ თბილისში უნდა იყოს, არამედ საზღვრებს გარეთაცო, რითიც დავანახებ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართო და ასევე თქვა, რომ სანქციების საკითხზეც იყო საუბარი და აღნიშნა, რომ როდესაც ახალი მთავრობები იქნებაო და დასხდებიან მაგიდასთანო, სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, უნგრეთი იგულისხმა და შესაძლოა ბულგარეთიც, რადგან ბულგარეთშიც ჩატარდა არჩევნები, დავუბრუნდებით ამ საკითხსო. ასე რომ, როგორც ჩანს დღის წესრიგში შესაძლოა არის დაბრუნდეს და არის შანსები იმისა, რომ ეს საკითხი დაბრუნდეს და კლავაც იგივე შემილია თქვა, რომ ბურთი კლავაც არის ქართული ოცნების მოედანზე, თუ კი ქართული ოცნება აჩვენებს ნებას კონკრეტული ნაბიჯებით, რომ უკან წაიღებს ამ კანონებს, გამოუშვებს ადამიანებს, აი როგორც კაია კალასმა თქვა, ჩაერთვება ადამიანის უფლებების დიალოგში,
ამ შემთხვევაში შეიძლება რაღაცნაირად კომუნიკაციაც ქვია ამას თუ დიალოგი თუ რაღაც არ ვიცი ურთიერთობა შესაძლოა დაიწყოს წინააღმდეგ შემთხვევაში კაია კალასმა და მანამდე სანამ შეხვედრა დაიწყებოდა მინისტრებმა ძალიან ღიად თქვეს რომ ახლა ამ ახალ რეალობაში ეს ბერკეტი აქვთ მათ ხელში. გასაგებია, ნახოთ რა იქნება, როცა მართლაც საბოლოოდ ჩამოყალიბდება ორ ქვეყანაში, უნგრეთში და ბულგარეთში ახალი მთავრობა და იმჯელებენ თუ არა მერე უკვე სანქციებზე. დღეს როგორც ჩვენც აღნიშნეთ, სანქციები არ იდგა დღის წესრიგში, სწორედ ამ მიზეზის გამო. თამარ ნუცუბიძე გვერდებოდა ლუქსემბურგიდან და საუბრობდით მინისტერიალზე, საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ ევროკავშირის. ჩვენ ბრუნდებით სტუდიაში და ჩემი სტუმარია ლევან გოგიჩაიშვილი, როგორცაც მივესალმები, გამარჯობა, გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და ნუ პირველ რიგში დავიწყოთ აი ამ სამთავრობო ცვლილებებით, ხო, რომელიც დაგვაწიეს ასე ვთქვათ გზაში დღეს. მამუკა მდინარაძემ რატო ვერ გაძლო უფრო მეტი ხანი, როგორ გონი? მამუკა მდინარაძეს ივანიშვილი მოიქცა ისე, როგორც ექცევა ყველას, როდესაც გამოიყენებს ბინძურ საქმეებს გააკეთებიებს. ძალიან ბევრი ბინძური საქმე გააკეთებია პირდაპირ მნიშვნელობით. ბევრი ქართული ოცნების ამომრჩევლისთვის ღარიბაშვილის დაკავება, ლილვაშვილის დაკავება, თავიდან ბოლომდე დინარაძეს გააკეთებია, შავი საქმე გააკეთებია, იქ რაღაც ფულის თემები იყო, რაღაცა მოჩვენებითი კორუფციასთან ბრძოლა იყო და რეალურად რაღაც ფულის ამოღების მცდელობები იყო, რასაც ივანიშვილი თვლიდა, რომ თქვა, ამ ხალხმა კი მოიპარა ეს ფული, მაგრამ ჩემთან არ მოიტანა იმდენი, რამდენიც უნდა მოეტანა და ახლობით ამ პრინციპით მამუკა მდინარაძე დახარბდა, როგორც ჩანს, ამ თანამდებობას, უსის ხელმძღვანელობას. და ეხლა როგორ ფიქრობთ, ეხლა 7 თვის წინ რომ იმის განცდა ქონოდა მამუკა მდინარაძეს, რომ 7 თვეში მას გადაიყვანდნენ და მოისურვდნენ, რა თქმა უნდა ეს ადამიანი არ გავიდოდა პარლამენტიდან, ეხლა ვიცი რა, ვიცნობ რა ამ ხალხს, გამორიცხულია, რომ მას იმის განცდა ქონოდა, რომ თქვა 7 თვეში ის უკვე აღარ იქნებოდა ანდრიო ხანაშვილიც ასე დაემართა, ხო, რამდენიმე თვე. არც ანდრიო ხანაშვილს არ ქონდა იმის მოლოდინი, რომ რაღაცა სამთელში თუ რამდენი ხანი გაძლო, ხო, ანდრე უფრო ცოტა ხანი იყო. მოიშორებდნენ, ხო? ამიტომ მოხდა ისაც მოხდა, უბრალოდ გამოიყენა ივანიშვილმა, ბინძური საქმეები გააკეთებია, ლილვაშვილი დააჭერინა, ღარიბაშვილი დააჭერინა, ის ხალხი დააჭერინა, ვინც ქართულ ოცნებას გამოთავს იკლავდა, ხო, ამ არჩევნების განმავლობაში, გამგეობებში, პარტიის წევრები, ასე შემდეგ, უბრალოდ თავისი საქმე გააკეთა ამ ადამიანმა და კარგად იყავი. რაღაც აჩუქა გენერლობა, ეგეც სასაცილოა, ხო? ყოველკვირა რაღაც ახალი მასე. ანუ მე ვფიქრობ ოფიცრის იდეის შეურაცხყოფელი არის, რომ ეხა 7 თვეში კაცო არ ვიცი საიდან არ ვიცი ხო. ამნიშნულობა რიგითობიდან მიაღწია გენერალ. ყველაზე დაბალი პოზიციიდან ეხა 7 თვეში კაცი გახდა გენერალ-მაიორი, ანუ ახაც ბრიგადის გენერლის სტატუსი არის, ხო? ეხა რამხელა პატევია ნებისმიერი სამხედროსთვის და ნებისმიერი ოფიცრისთვის. მთელი ცხოვრება ადამიანები შრომობენ და ამან უბრალოდ რაღაცა პარტმუშაკობით და რაღაც ბინძური საქმეების კეთებაში 7 თვეში გაიარა დაახლოებით ის გზა, რაც მაგალითად ეხა ცნობილ რაღაც დიდ სამხედრო ადამიანებს, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს წლები ჭირდებოდა, ხო, ვიღაცები ეხა მთელი დღეა დაცინიან. ან ხან ბრეჟნევის ფორმა ჩააცვეს, ხან კადიროვის ფორმა ჩააცვეს. ერთმა საერთოდ ის, ანუ ზოგმა ნაპოლეონის გენერლობის კარიერა შეადარა. ნუ დაცინიან, აი მთელი სოციალური ქსელი დაცინის. და ამასთან დაემატა ეს გადაყენება და თუ გადაყენება, აი ხა კიდე, ნუ აი გაზრდილია სიხშირეს და ინტენსივობას, ნუ დაცინიან ამ ადამიანს პირდაპირ მნიშვნელობით. აი და დასაცინიც არის, ანუ მარტივად, აი რა მოხდა მის კარიერაში, აი ორი სიტყვით რო ავხსნათ. დაახარბეს რაღაც თანამდებობას, ხელი მოაწერიეს ღარიბაშვილის, ლილვაშვილის დაჭერაზე და 7 თვეში გამოაპანღურეს პირდაპირ მნიშვნელობით და ხო, მაგრამ რა ვერ გაუკეთა ივანიშვილს ჩვენი აზრით? ივანიშვილის ბუნება არის ადამიანი ლიმონივით გამოწუროს და მე გადააგდოს. ის გაუკეთა მდინარაძეს, რაც აქამდე გაუკეთა ღარიბაშვილს, რაც გაუკეთა ლილვაშვილს, რაც გაუკეთა გომელაურს. ეს მადურობა ამ ადამიანის ანუ დაუმთავრებელი არის, რომ ასე ამოწურავს ადამიანს, ამოთითხნის თავის ბინძურ საქმეებში, ყველაფერში, აი ჩირკს მოცხებს, ტალახში ამოგანგლავს და მე მეუბნება რომ შენ აბა ეხა მოიგანგლე, მე რაში მჭირდები ესეთი და გადააგდებს. ეს ამ ადამიანის ბუნება არის, რა გაუფუჭა. ეხა დიდად რო გითხრათ რომ ივანიშვილი ოდესმე მაგ ადამიანზე გიჯდებოდა, არასდროს არ იყო
ესე პირიქით ყოველთვის დისტანციური იყო, მაგრამ ნუ რაღაც მომენტში ამ საარჩევნო კამპანიის პერიოდში ტრიბუნაზე ადიოდა იმ ხუთ კაცთან ერთად იდგა და ნუ ყოველ შემთხვევაში იფიქრა რომ მარაკაში ვარ გარეულიო და ეს უსის თანამდებობაც ხო აპოგეა იყო, მისი ოცნება იყო ესეთი რაღაცეები და უცებ 7 თვეში სახში წადი. ნუ ფაქტობრივად ისე ანუ დილით გენერალობა მიცა და საღამოს კოორდინატორად დანიშნა. ანუ თქვათ რომ მას ის დანიშნეს, ახლა ვიტყვი რა თანამდებობაში იქნეს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაში უნდა შეიქმნას სპეციალურად თანამდებობა. ეს უპირველეს სამინისტრო, ანუ სტაფი იქნება თავიდან ბოლომდე რაღაც აპარატი და არანაირი ფუნქცია. მეცაც გეტყვით ახლა თუ 10 კაციდან ვინც მას ურეკავდა, ის ურეკავდა და ტელეფონს იღებდა, ჩათვალეთ რომ განახევდება დღეს და ხვალ და სამოდენიმე თვეში შეიძლება ერთმა კაცმა პასუხი, ანუ ჩვეულებრივად ჩამოლაბორონტებული არის და ეს ფუნქცია აქვს რა გამოიყენა. თუმცა ნინო წილოსანი გვეუბნება პრემიერის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ძლიერი გადანაცვლებაა. პოზიცია, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს, გაცილებით დიდი მასშტაბისა, ვიდრე აქამდე იკავებდა. ხოლო ბატონმა გორდულაძემ გვითხრა, მამუკა მდინარაძე ძალიან დააკლდა საჯარო პოლიტიკას და მისი დაბრუნება სხვა ძალებით აღავსებს ჩვენს გულს და კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს პოლიტიკურ სივრცეს. ხალხად ითვლება, ვინც შენ ჩამოთვალე შესაბამისად, მათთვის ეხლა ეს ნიშნავს იმას, რომ ჩაჩოჩებულები არიან პროცესიდან ნელ-ნელა ახლა მაგათ ნელ-ნელა გაწევენ და ყოველ შემთხვევაში ეს მარტო მდინარედის არა ამ შემთხვევაში ალბათ რაღაც მომენტში უკვე ანუ შეიძლება რომ ყობახიძემდეც მივიდეს პროცესი. ყობახიძე ყოველ შემთხვევაში მისი ომახიანობა რა თქმა უნდა სახით იდგა ახლა თქვენ თვითონაც ხო ნახეთ ამ თელმა საზოგადოებამ ნახავთ ახლა რაღაცა თვითდაჯერებული ადამიანის რაღაც ბრიფინგი არ იყო, ხო? როდესაც ამ ცვლილებებს ახორციელებდა. შესაბამისად, ყობახიძე რა თქმა უნდა გაცილებით დასუსტება, იმიტომ რომ ყობახიძე ისედაც პრობლემური არის, აგერ 20 აპრილის ბოლოში ყობახიძე იქნება ადამიანი, რომელმაც დაპირდა ამ ქვეყანას ფასების შემცირება და მას შემდეგ არის გასული 4 თვე. და ფასები დაახლოებით საშუალოდ შორს სუსიც იძიება. შეიძლება ფასების თემა შეეწირა. სუსმა ვერ გამოიძია. რატო არის? სასწაული იყო ეს სუსის ფასების თემა, კიდე სასაცილო იყო და კიდე ორმაგაც სასაცილო არის, სულ რამოდენიმე დღის წინ ვიღაცა ჩეხ ვისაბრალებდნენ გახსოვს იმ კაცის სახელი და გვარი, ისა ვიღაცა კონსულტანტი არსებობსო, რომელსაც რაღაც დისონანსი შემოაქვს ქვეყანაში დესტაბილიზაციის თვალსაზრისით და რაღაცა მედიასო კონსულტაციას თუ რაღაცა ჯგუფებს უწევსო და ეს სამთავრობო ცვლილებები, რომელიც ამოდენიმე დღის წინ რომელიღაცა მედიამ თქვა, რომ რაღაცა ცვლილებები იგეგმებაო, მონათლეს ლამის ქვეყანაში დესტაბილიზაციის შესაქმნელად და სახელმწიფო გადატრიალება და მთელი თეორიები იყო და ვიღაცა ჩეხი ჩამოიყვანეს და იმან დაავალა ამათ რომ სამთავრობო ცვლილებებზე ელაპარაკა. ყოველდღიურად ქართული ოცნება ფეთქდება და რა თქმა უნდა ამას ადრე თუ გიან თავისი ლოგიკური შედეგი ექნება, მაგრამ ამ შემთხვევაში რადგან ჩვენ საუბრობთ კონკრეტულად მდინარაძეზე, ხო? და იმ მდინარაძეს მოყვარულთა კლუბიც ხო არსებობს, რაღაც თავის ტროლები ხო ყავდა, ეს მამ ტროლების ხელმძღვანელი ხო იყო, თან ორივე ფუნქცია ჰქონდა. ტროლების ხელმძღვანელიც იყო და თან სუსის უფროსიც იყო. ნუ ეხლა ამ ადამიანებისთვის ეს დიდი დარტყმა არის, იმიტომ რომ ყველასთვის მოულოდნელი არის ეს ამბავი. გამორიცხული არის მე რა ამუკა მდინარაძეს რო ცოდნოდა რომ 7 თვეში დაახრიალებდნენ პირდაპირ მნიშვნელობით არ არის ძალიან უხეში სიტყვა, იმიტომ ვხმარობ ამას. ის არ დატოვებდა პარლამენტს, გამორიცხულია გამბავი. ეს არ გამოვიდოდა იმ კომფორტის ზონიდან. ხა თანამდებობაზე იქნება, როგორც ვიცი. არა, ნუ მე რას ვამბობ, ხა იმ მასშტაბი ხა რაც არის, ხა სად სუსის ხელმძღვანელობა და სად როგორც ხალბატონი ნინო ამბობს, რაღაცა სუპერ თანამდებობა, რომელიც არ არსებობს. არ არსებობს. უნდა რომ შეიქმნას მაინც ჩათვალეთ, რომ არ არსებობს, იმიტომ რომ ესეთი პორტფელები ეს არის საპენსიო პორტფელი არის, რომ კარგად იყავი, შენი თავი ამოწორი. ახლა არ ვიცი, ხვალდაზე რა იქნება, მაგრამ არა და ბევრ საუბრობდე, როდესაც დინარაძე დაინიშნა და თქვა ის ლილუაშვილი მოხდეს, რომ აი ყობახიძის გუნდი ძლიერდება, ხო, ქოხანაშვილი იყო, მერე დინარაძე იყო და რაღაც გეკაგელაძე მოიყვანეს და საუბარი იყო, რომ აი ღარიბაშვილის ხალხი მიდის, ბიძიევანიშვილმა თავისი ხალხიც კი ჩააჩოჩა.
თქვათ ლილუაშვილი და ასე შემდეგ და აი კობახიძის გუნდი გაძლიერდა ასე. არა, ნუ ვიღაცები ამას ამბობდნენ, მაგრამ მე არასდროს არ მქონია მაგის განცდა, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი რა თქმა უნდა ყველაზე მშვიდად კარგად ძინავს, როდესაც პრემიერ-მინისტრი არის კობახიძე, იმიტომ რომ ერთი წამით არ დაუშვებს იმ ფაქტს, რომ კობახიძეს რაღაცა, თქვათ ისეთმა აზრმა გაუველოს, რაც ან ტელეფონი არ აიღოს მისი ან რაღაცა კონკრეტული დაავალება არ შეასრულოს, რასაც ძალიან ბევრი პრემიერ-მინისტრი აკეთებდა კაცო ქართულ ოცნებაში. ყველაზე მორჩილი და ყველა მსახური და მართლა ესეთი რა თქმა უნდა მონა ადამიანი იყო ირაკლი კობახიძე და მე არ ვამბობ ამას ნებისმიერი ქართული საქმე ესეთი მასშტაბის როგორც ანუ ესეთი დამცირებული როგორც კობახიძეს ამცირებდა იგივე ალიევთან მიმართებაში იგივე არაბებთან მიმართებაში ხა იმ სურათში სადაც ბიძინა ივანიშვილმა კობახიძე როგორც გაყიდა მის გვერდით ეს არის როგორც მოსამსახურე და როგორც რაღაცა პირადი დაბალი მასზე დაბალი რანგის ადამიანი ისე გაყიდა არასდროს არც ერთ სურათში თქვენ მე ვერ მეტყვით რომ ასეთ სურათებში აი ესე დაემცირებიოს როგორც ალიევთან დაამცირა ანუ იმ სურათში დამამცირებლად ჩანდა და როგორც იმ არაბებთან გამოაჩინა ხო აღოც თანაშემწეები ისე ეჯდა აქედან იქიდან ესხდნენ აქედან იქიდან პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი და ალიევთან მართლა რაღაცა იმაზე ყავდა გამომული ისე დაყავდა ხო ანუ ძალიან დამამცირებელი იყო ესე არცეთ ღარიბაშვილი არის ირაკლი და მისი ერთგულება ბიძინა ივანიშვილის მიმართ როგორიც იყო ან როგორც ის ყიდდა მის მიმართ ლოიალობას და მე მაგრა დაუფასა ხო რაღაც მამას ეძახდა და შვილივით იყო და ჩემი შვილია ამბობდა ყოველთვის და ბოლოს სხვა ნაცების გასამართლებას დაპირდა თავის ამომრჩეველს და მართლა ეხა უკვე სასაცილო ანეკდოტი არის უკვე და ეს ღარიბაშვილი დაიჭირა ანუ როგორც ივანიშვილი მოექცა ღარიბაშვილს ნუ ესეთ ახლობელ ადამიანებს ესე არ ექცევიან ესე დამამცირებლად და ეს საერთოდ აუცი ხა ის სურათი ნებისმიერ ფსიქოლოგთან გაიარეთ სპეციალისტთან გეტყვით რომ ჩათვალეთ რომ ეს როგორც პრემიერ-მინისტრი ისე კი არ აღიქვავს როგორც პირად რაღაცა დაქირავებულ მოსამსახურეს ან რაღაცა მომსახურე პერსონალს ესე აღიქვავს ჩვენ ვეძახით მას მომსახურე პერსონალს და ერთ-ერთში აჯდება ეს სიტყვა იმიტომ რომ სხვა უბრალოდ სხვა ახმა არჩება ადამიანს როგორც ბიძინა ივანიშვილი ექცევა კობახიძეს ხო ნაცები ახსენე ყოველ წელიწადს ჭირდებია მართლა 14 წელი ნაცების გასამართლებას და არა მეცაც გეტყვი ბოლოს დაპირდნენ რომ აი საკონსტიტუციოშია ისიც გამოიტანეს და ახალი ვადა და 9 თვეა უკვე შეტანილი აქვს არჩეული საკონსტიტუციოს განხილვა არ დაუწყია და ეხლა სპეციალურად დაამატეს ახალი პარტია რომ ეს 9 თვე თავიდან კიდე გაიწელოს რა თქმა უნდა ამიტომ ანუ ყველაფერში ანუ ივანიშვილმა რაც საკუთარ ამომრჩეველს დაპირდა ყველაფერში გადააგდო და ყველაფერში მოატყუა ერთადერთი რაც გააკეთა იმის გამო რომ იმან ჩათვალა რომ ვიღაცამ რაღაცა ქვეყანა გაძარცვა და იმ ნაძარცვიდან მასთან არ მივიდა იმდენი რამდენიც უნდა მისულიყო ამ მოტივაციით დააკავა ღარიბაშვილი და დაიჭირა სუსის ყოფილი ხელმძღვანელი თავისიანებს უფრო მეტი ტკივილი და უფრო მეტი რეპრესია გაუკეთა ვიდრე მათ მიერ დეკლარირებულად ანუ მე ამ შემთხვევაში ჩემ დამოკიდებულებას კი არ ვალაპარაკობ მე ვსაუბრობ მათი პროპაგანდა და მათი ხაზები რა იყო ხო ძირითადი პოლიტიკური ხო და ბოლოს აუცილებლად ამ 14 წელზეც უნდა კითხო ქართული ოცნების 14 წლის წინ დაარსდაო და ამას დიდი ზარზემით აღნიშნავენ კობახიძემ რაღაც დიდი განცხადებაც გამოდო ამასთან დაკავშირებით და შენ როგორც ოცნების ყოფილი წევრი როგორ შეაფასებ ამ 14 წელს? ანუ მე ვიტყვი სად არის დღეს ქართული ოცნება. დღეს ქართული ოცნება რა მოცემულობაშიც არის და ქვეყანა რა მოცემულობაშიც არის. დღეს ქვეყანაში ამ ბოლო 14 წელიწადში ბოლოს 14 წლის ბოლოს არის ის რომ ქართული ოცნების დეპუტატის და ზოგადად ხელფასი არის 14000 ლარი, პენსიონერის ხელფასზე 35-ჯერ მეტი. ამ ქართული ოცნების 14 წლის შედეგი არის ის რომ სამწუხაროდ სტატისტიკით სიკვდილიანობამ გადაუსწრო შობადობას სტატისტიკით შედეგი არის ის რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში 250000-ზე მეტმა ქართულმა დატოვა საკუთარი სამშობლო იძულებული გახდა ამ ქვეყნიდან გასულიყო შედეგი არის ის რომ არის ქვეყანაში არის ტოტალური კორუფცია შედეგი არის ის რომ ქართული ოცნების და მასთან დაკავშირებული პირები უკვე სასადილოებს უპოვართა სასადილოებს ძარცვავენ ხალხს და მათ ფულს იპარავენ შედეგი არის ის რომ აი პირდაპირ მნიშვნელობით აი ირაკლი კობახიძე რომელიც საქართველოს პარლამენტში შევიდა და პირდაპირ მნიშვნელობით რაღაც ადიბასის ისინი ეცვა კედები ეცვა მილიონიან მანქანაზე დაჯდა შედეგი არის ის რომ
ბოლო 2 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ბიუჯეტში არ გადაიხადა 9 მილიონ ლარამდე გადასახადი. ეს არის ქართული ოცნების შედეგი. ჩვენ შეგვიძლია ახლა დიდი ხანი ვილაპარაკოთ რა დააზიანა ამ ქვეყანაში ქართულმა ოცნებამ. ქართული ოცნების შედეგი არის ის, რომ ქვეყანა არის ფაქტობრივად იზოლაციაში, მაშინ როდესაც თითით საჩვენებელი და ყველასთვის მისაბაძი ქვეყანა იყო და ანუ ნებისმიერი გამოსვლა ევროკავშირში, რომელიც აღმოსავლეთში გაფართოების პროგრამებს ეხებოდა და ევროკავშირის გაფართოებას ეხებოდა, საქართველოს ყოველთვის დღის წესრიგში იყო. საქართველოს მაგალითი იყო, რომ ჩადიოდნენ მათთან აზერბაიჯანელები, სომხები ეუნებოდნენ, რომ აი საქართველოს მაგალითზე ისწავლეთ, საქართველოს მაგალითზე ისწავლეთ, ნახეთ როგორი პროცესები არის, ნახეთ როგორი რეფორმები მიმდინარეობს. შუა დერეფნისთვის რეგიონალური თვალსაზრისით ჩვენ ვიყავით აი ხიდი ვიყავით ყაზახებისთვისაც, თურქმენებისთვისაც, უზბეკებისთვისაც, აზერბაიჯანელებისთვისაც, სომხებისთვისაც, ყველანი ცდილობდნენ ჩვენგან დაალაგებულიყვნენ პირდაპირ მნიშვნელობით, ანუ ჩვენგან დაემყარებიათ, ჩვენთან გამოდიოდნენ კონტაქტზე, ჩვენი გავლით ხდებოდა კომუნიკაციების დამყარება, კომპანიები იქნებოდა, პოლიტიკოსები იქნებოდა. დღეს 14 წლის ბოლოს ამ პროცესებიდან გათიშული ვართ. აზერბაიჯანმაც გადაგვისრო, სომხეთმაც გადაგვისრო, მოლდოვაზე და უკრაინაზე საერთოდ აღარ ვსაუბრობ. ცალკე ურთიერთობები აიწყო ჩვენს გარეშე ყაზახებთანაც, თურქმენებთანაც, უზბეკებთანაც, მნიშვნელოვანი პროექტები არის, ხო, მოსალოდნელი ამ ქვეყნებთან და იქ, სადაც ყველაზე მთავარი როლი ქონდა, პოლიტიკური როლი ქონდა, ანუ ჩვენ როგორი როლი ქონდა, იცით? აი მაგალითად შუა აზიის ხალხებისთვის და სხვა ქვეყნებისთვის საქართველოს ევროპა იყო, ანუ მათთვის უკვე საქართველოში ჩამოსვლა ის კონტრასტი, რაც საკუთარ ქვეყანასთან, ანუ თავისუფლებას თვალსაზრისით, ნებისმიერი თავისუფლების თვალსაზრისით, ხო, ჩაცმულობა ეხა ბევრ ქვეყანაში, ხო, რაღაცა სხვადასხვა რელიგიური, თქვა, წესები მოქმედებს. ეს ხალხი ამ ქვეყანაში ჩამოდიოდა და ისინი თვლიდნენ ევროპაში ჩამოვიდნენ. ყაზახებიც, თურქმენებიც, აზერბაიჯანელებიც, ირანელებიც აქ რო ჩამოდიოდა საქართველოს საზღვარზე, სხვა ადამიანები შემოდიოდნენ, ხო? ირანელები, ანუ იხდიდნენ რაღაცა ის იცვლიდნენ ტანსაცმელს, ანუ ევროპაში მათი განცდით ევროპაში ჩამოდიოდნენ. იმიტომ რომ ვიღაცისთვის შეიძლება ნორვეგია გაუგებარი იყო, მაგრამ საქართველოს ძალიან მისაღები იყო აი ამ ზომიერი თავისუფლების, მათთვის ეს უფრო ესეთი იყო, რაღაცა ფასეული იყო. მე ამაში კონკრეტული დივიდენდს ნახულობდა ჩვენი სახელმწიფო, ხო? ამ ურთიერთობებს მოყვებოდა სხვა ურთიერთობები თვითონ ამ სახელმწიფოებთან ეს სატარიფო პოლიტიკაშიც გვეხმარებოდა, ტვირთების ბრუნვაშიც გვეხმარებოდა, სხვადასხვა თემებშიც გვეხმარებოდა. ეხა საერთოდ ამოვარდნილი ვართ ამ პროცესიდან. რაღაცა სადღაც მივჩანჩარებ და მეცაც გეტყვით. დღეს რო კიდე არის საქართველოს ევროპის დღის წესრიგში, ახლა თქვენ ქალბატონი თამარის ჩართვა ქონდა და მან ისაუბრა ლუსემბურგში ამ მინისტერიალზე ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ეს არ უხარია ბიძინა ივანიშვილს. ანუ კიდე რო ვიღაცა ლაპარაკობს, რომ სადღაც საქართველოს ახსენებს, ბიძინა ივანიშვილს არ უხარია. ბიძინა ივანიშვილს გაუხარდება, რომ საქართველოს საერთოდ დაივიწყებენ ეს ადამიანები. აი აღარ არსებობს არც ევროპული პოლიტიკისთვის, აღარც დასავლური პოლიტიკისთვის, არც ატლანტიკური პოლიტიკისთვის, აღარ არსებობს. მისი კომფორტის სივრცე არის, რომ საერთოდ არავინ არ გვახსენოს. და მან აი აქ რაღაცა მოიწყოს თავისი სიტუაცია, აი ზუსტად ისეთივე რაღაცა შპს, როგორც შპს მთავრობა თუ რაც არის, როცა უნდა წარმოგიდგენიათ, ძალიან მოგონი არასტაბილური არის, ხო? 2 წლის განმავლობაში 2 წლის არა, წელიწადნახევრის განმავლობაში 3 უსაფრთხოების ხელმძღვანელი შეცვალა. ანუ სტაბილური პოლიტიკა არ არსებობს. არაფერში არ არსებობს ეს სტაბილურობა. ჩვეულებრივი ბარდაგი არის. სამაგერო თუ ყველაზე დიდი ხანი არიან ხელისუფლებაში. იცით რა, ყველაზე დიდი ხანი ახლა სხვა ქვეყნებშიც ყოფილან დიქტატორები, მაგრამ ის ქვეყნები არ არის. ეს არის ბანანის ქვეყნები, მესამე თუ მეათე ხარისხოვანი ქვეყნები, სადაც არის სიღარიბე, სადაც არიან ადამიანები გაჭირვებულები. ჩვენ აქ ვსაუბრობთ, რომ ქვეყანა იყოს გამართული, იყოს ნორმალური, სადაც ადამიანები მარტო ბიძინა ივანიშვილი კი არ უნდა მდიდრდებოდეს და ესა მასთან დაკავშირებული ადამიანები, არამედ ადამიანებს იმის განცდა ჰქონდეთ, რომ ამ ქვეყნის ნაწილი ეკონომიკური, როგორც სამშობლოს ნაწილი არიან, ასევე ეკონომიკური ნაწილიც არიან და ეს სარგებელი ყოველ დღე რო გეუნებიან, რომ რაღაც 10%-ით გაიზარდა ეკონომიკა, ვისი 10% გაიზარდა. ვისი 10% გაიზარდა? ადამიანებს ეს არ ეტყობათ ჯიბეზე. 37 ლარი გახდა ხორცი.
37 ლარი გახდა ხორცი და 5 ლარით არის გაძვირებული მას შემდეგ, როდესაც ეს ფეიკი ადამიანი ყობახიძე გამოვიდა და თქვა, რომ აპრილის ბოლომდეო ფასებს შევამცირებთ, ანუ ხო სასაცილოა, სატირალი არ იყოს. ეს მოცემულობა არის და შესაბამისად ბიძინა ივანიშვილსაც, რა თქმა უნდა, რაც უფრო ნაკლებად მასზე ელაპარაკებენ ევროპაში, იმაში ეს მოცემულობა აწყობს, მაგრამ კარგია ის, რომ ამ ქვეყანას არავინ არ ივიწყებს და ვერც დაივიწყებს მერაბ. გამორიცხულია საქართველოს ამოვარდეს, აი მომავალი 10 წლების განმავლობაში აი ამ რეგიონალური პოლიტიკიდან ვერ ამოვარდება, უბრალოდ რუქიდან უნდა წავშალონ საერთოდ რომ რაღაცა აი პროცესიდან ამოვარდება. მადლობა ლევან გადაცემაში სტუმრობისთვის. ბოლოს წიგნი უნდა გაჩუქო. დიდი მადლობა და ძალიან კარგი ბიბლუსმა გამოაცხადა აპრილის წიგნის ჩუქების თვეთ და მე აპრილი მიყვარს, გაჩუქებ ვარ დაბადებული და ასე თქვა. ხო, ეს არის მელ რობინსის თეორია ნება მიეცი მას. კი, ძალიან დიდი მადლობა და დიდი მადლობა ბიბლუს. კი ბატონო. მესე მადლობა. მადლობა, ეს იყო ლევან გოგიჩაიშვილი. შემდეგ სტუმარს ველოდებით თენგის კირთაზე ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი იქნება ჩვენი სტუმარი. მანამდე წაგიკითხავთ კაია კალასის განცხადებას, რომელიც საქართველოს ეხება. საქართველოს არაჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შემოbrunდების ნიშნებს. ამ შესახებ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, მინისტრებს ცხადი მესიჯი ჰქონდათ, რომ საქართველოს უნდა შეცვალოს კურსი. საქართველოს არაჩვენოს დემოკრატიული უკუსვლის შემოbrunდების ნიშნებს, ანუ უკუსვლიდან რომ შემოbrunდეს, წაღმა რო იაროსო, ამის ნიშნებს არაჩვენებსო. მინისტრებს ცხადი მესიჯი ჰქონდათ, რომ საქართველოს უნდა შეცვალოს კურსი და რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებებზე დიალოგში გულწრფელი ჩართულობა ნიშანი იქნება, რომ მათ ქართულ ოცნებას კურსის შეცვლა სურთ. კალასმა ასევე აღნიშნა, რომ მინისტრები სომხეთში ივნისის საპარლამენტო არჩევნებამდე ევროკავშირის სამოქალაქო მისიის გაგზავნაზე შეთანხმდნენ, რომელიც გააძლიერებს ქვეყნის მდგრადობას მასიური სადეგინფორმაციო კამპანიებისა და კიბერთავდასხმების წინააღმდეგ. თენგის კირთაზე შემოგვიერთდა, მოგესალმებით. სალამ, მე რა მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირველი შენი აზრი ასე მაინტერესებს აი ამ სამთავრობო ცვლილებებზე, რაც ასე მოულოდნელად დაგვატყვა თავს და მათ შორის დინარაძეს ალბათ, რომელიც დილით მიანიჭეს გენერალ-მაიორის წოდება და საღამოს მოხსნეს. ხო, თუ რამე აჩვენებს რეჟიმის შიგნით არასტაბილურობას, აი ესეთი საკადრო გადაადგილებები აჩვენებს ყველაზე ნათლად, ეს არის აი სწორედ ის პროცესი, რაც პოლიტიკური ანალიზის მიღმათ არის, დიდი სიბრძნე არ ჭირდება და რიგითი ქართული ოცნების წარმომადგენელისთვის და მხარდაჭერისთვის ძალიან ცხადია, თუ რამხელა კრიზის გადის ივანიშვილის რეჟიმი, ანუ სისტემურად შიგნით რა ხდება თვითონ საკუთარი ნარატივითაც და ობიექტურადაც ასია, რეგიონალური და გლობალური სერიოზული ყევები არსებობს სამყაროში და ქართული ოცნების მთავარი გზავნილი ყოველთვის იყო პროპაგანდით მშვიდობა და სტაბილურობა და ამ დროს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ორი უფროსი, რომლებიც ჯამურად 12 წლით არიან პარლამენტის მიერ არჩეული, 8 თვის განმავლობაში გაუშვა ბიძინა ივანიშვილმა და ეს დაქვეითებული გენერალ-მაიორი დღის მდგომარეობით მდინარაძე ქართული ოცნების აპარატჩიკების და ენჯეოშნიკების კლანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და რეპუტაციული სახე იყო და ნუ დღის მდგომარეობით ისე დააქვეითეს, რომ 10 კანონი თუ 12 კანონია შესაძლებელი იმისთვის, რომ სამინისტროს ხო ქმნიან ახალ. სამინისტროს კი არ არის, ანუ სახელმწიფო მინისტრი, ეს უპორტფელო მინისტრია, მდინარაძის დონე არ უნდა ყოფილიყო. თავიდან იყო მოსაზრება, რომ ეხა ობიექტურად ესე ჩანდა კადრები ვისი იყო შსსში და სუსში, ანუ ყობახიძის ფლანგი იყო, რამდენიმე თვის წინ, 6 თუ 7 თვის წინ მისცა ბიძინა ივანიშვილმა, რა მოტივებით გააკეთა ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის, ფაქტი არის, რომ ისევ წაართვა. ხო? არაფერზე კარგზე შიგნით. ხო, წაართვა რა ეს გეკა გელაძე. ხო, გეკა გელაძე, მაგრამ ვისი კადრია? გეკა გელაძე ოფიციალურად მდინარაძეს ხაზია, მაგრამ რას უნდა დაუფიქრდეთ, მათ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს არ ეგონოთ თითქოს სუსი შეუნარჩუნა. სუსის ფუნქცია არის ძალიან ვიწრო, სახელმწიფო უსაფრთხოება, მთელი რაღაც უფრო დაზვერვის და ეგეთი მიმართულებით ნორმალურ ქვეყანაში. საქართველოში რა ფუნქცია ქონდა სუს, ხო? ყველაფერი გარდა მაგისა. ანუ ჩვენი ქვეყნის მტრებთან დაკავშირებით სუსი არ ოპერირებდა პოლიტიკურ ოპონენტებთან, სისტემის ნაწილებთან და სამოქალაქო საზოგადოებებთან მიმართებით. ანუ ჭირდებოდა ძალიან დიდი აპარატი და ფუნქციები და ფუნქციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა ამის შეთავსებას და საქმის გაკეთებას, თუ ექნებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რესურსზე სრული წვდომა. იმიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯერ მეტი რესურსი აქვს და ამხელა მონსტრია, ხო, აპარატულად. და ესეც გამოაცალა, ანუ სუსი ეხლა დღეს დარჩა, არ გაგიკვირდეთ, რამდენიმე თვეში გეკა გელაძეც
სადღაც გადაიყვანონ რომელიღაცა სახელმწიფო მინისტრის მოადგილის მრჩევლის თანამდებობაზე. ან რაღაც მაინტერესებს რა ვერ არგო მამუკა მდინარაძემ. რა ვერ გაუგებია. ჩვენ შეგვიძლია საათობით ვივარაუდოთ. ანუ ხო ხტები აზრს მოკლებულია, იმიტომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით არსებობს უამრავი მოსაზრება. შიზოფრენიკიდან დაწყებული, რომელიც მის ფსიქიკურ ნაწილს ეხებიან, რაღაც სუნძის და მირშაიმერის დონის სტრატეგებს შორის. დილით როგორ ხასიათზე გაიღვიძებს ყველა ის ადამიანი, ვინც მას იცნობს, აფასებს როგორც ბილად რო თქვა ძალიან უცნაურ პიროვნებად, ხო? რაღაც თავის სამყარო აქვს. თავისი წესები აქვს და არ ვარ მე ხა დარწმუნებული იმაში რომ გუშინ მაგალითად კობახიძე მიცოდა რომ დღეს ეს ბრიფინგი უნდა ჩაეტარებია და მამუკა მდინარაძე გაიშვა ფაქტობრივად პენსიაზე და ამიტომ ამ მოტივებში შესვლა არაფერს არ გვაძლევს ჩვენ შეგვიძლია პოსტფაქტუმ შედეგებიდან გამომდინარე ანალიზის ყველაზე მარტივი პრიმიტიული ფორმაა ხო შედეგებიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ რა შედეგებს ხედავთ ანუ რეჟიმი რომელიც სტაბილურობის მთავარ ნარატივზე დგას ანუ მათი ნარატივი მთავარ ნარატივი არის სტაბილურობა აჩვენებს თვითონ თავის წიაღში ანუ საშინელ არასტაბილურობას დევნის თავისიანებს იჭერს ხსნის 2-3 თვე ვერ ჩერდება ვერავინ სოზარ სუბარის 2 თვის წინანდელი გამოსვლა გავიხსენოთ პარლამენტში როდესაც ერთ-ერთ მინისტრს მიმართა მოსმენის დროს რომ დროზე შეწყვიტეთ კორუფციასთან დაკავშირებული ბრძოლა, რადგანაც მე მაქვს ინფორმაცია ჩვენი მხარდაჭერებისგან და ჩვენი სტრუქტურებისგან, რომ რეგიონში მუნიციპალიტეტებში და მერების და საკრებულოების დონეზე ვერავინ ჩვეულებრივ მოვალეობებს ვერ ასრულებს, იმიტომ საშარო თავი არავის არ აქვს. ხო ხტები ხარ როგორ რეჟიმში ცხოვრობს მთელი ვერტიკალი, რომ ხვალ ვინ დამადგება კამერით და დამიჭერს 550 ლარი ღრთამის გამო, იმიტომ აქამდე დავიდა უკვე მათი ფსონები რა ხო ხედავთ მეხანძრე მაშველებს იჭერენ 800 ლარის გამო 2000 ლარი იქ კიდე სხვა ხთამი ესია გახწნილი რეჟიმი დისფუნქციური გახადა იმიტომ ბიძინა ივანიშვილს რაღაც შიშები აქვს ზოგჯერ გლობალურ რომის პარტიას ებრძვის ზოგჯერ deep state ზოგჯერ ლაგდება deep state-თან შათერიშვილი გამოვა და იტყვის რომ ჩვენ სხვა უნდა ვეძებოთ deep state-თან დალაგების გზები ზოგჯერ ალიევა წარმოიდგენს თავს შემდეგ გამოიხედავს და ხედავს ყავს კობახიძე ვიღაც აპარატში კი ყოფილი NGO-შნიკი რომელსაც აქვს ქარიზმა, რაც ეყოფა 5 ამომრჩეველს ამ ქვეყანაში. ანუ ღარიბაშვილიც კი არის. აი, მიუხედავად ამ ყველაფრისა, რომ ამბობთ რა შეგნით რაღაც არასტაბილურია, შემდეგ დღეს 14 წელი შესრულდა, რაც ქართული ოცნება შეიქმნა. ხო, და პარტია და 14 წელია ფაქტობრივად ხელისუფლებას ინარჩუნებდა ესე. გასაგებია. მაიმუნსაც შეუძლია, ანუ მართლა მაიმუნს შეუძლია ლიმონ კითხელში გარკვეული პერიოდის განმავლობაში რაღაც სტატუს-კვო შეინარჩუნოს, იმიტომ შენ გონიერი ადამიანი ხარ და ჯერ უნდა დაფიქრდე რა რესურსი გაგაჩნია, როგორ გაუწევ წინააღმდეგობას, რომ მაიმუნია და ეს ლიმონკა არ ააფეთქოს. ხო და ეხლა რატო გვიკვის, როდესაც ავტოკრატ ჩაცემენტებული ფაქტობრივად ავტოკრატია სრული რეპრესიების ფონზე ძალაუფლებაშია, ყავს ხიშტიანი აპარატი და უდიდესი ფინანსური რესურსი. კითხვა ის კი არ არის, რატომ ვერ დაამარცხა წინააღმდეგობა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დღემდე. კითხვა იმაში მდგომარეობს, რომ მთელი საოცრება ის არის, ან ქართული ფენომენის და ჩვენი საზოგადოების სიყვარული დემოკრატიის და ღია საზოგადოების მიმართ, აი ამაშიც გამოჩნდა, რომ როგორ ვერ შეძლო ბიძინა ივანიშვილმა აი ესეთი რესურსების პირობებში ამ ქვეყანაში წინააღმდეგობა მოიკლა. ეს არის სწორედ უცნაური და ამაზე დაცინიან უდიდესი ალბათობით ყველა ავტოკრატები მოკლას. არა, წინააღმდეგობა აუცილებლად. რომ ეს ასე ვთქვათ, საერთოდ დიქტატურის იარლიკი არ მიენიჭოს. დიქტატურა არა, ეხლა რაციონალურად უნდა შეხედო ამას რაციონალურად არის რაც უფრო ნაკლები წინააღმდეგობით მიაღწევ მიზანს ყოველთვის კარგია ანუ ტროტუარზე დგომის გამო ხალხს რო ციხეში უშვებენ რეჟიმმა იცის რომ ცუდია და აზიანებს რატო ილაპარაკა ცოტნე ივანიშვილმა ძალადობას იმიტომ თვითონაც ხო კარგად იციან რომ ძალადობა ცუდია და ქართულს არ უყვარს რომ 15 და 16 და 17 წლის ბავშვებს აწამებენ პოლიციის ფურგონებში დაგდებულს თავში წიხლებს ურტყამენ და შემდეგ კაპეზეზე მიყავთ არ მოწონს ეს ხალხს მათ შორის ქართული ოცნების მხარდაჭერებსაც და ამიტომ იციან ეს და მათთვის აუცილებელი არის გატეხონ წინააღმდეგობა იმისთვის რომ გახდნენ სტატუს კვოს სრული მფლობელები. ანუ დალაგებაზე როცა მიდის ლაპარაკი, თუ ჩვენ ხვდებით გეოგრაფია, სადაც რომელიღაცა ფეოდალს გააჩნია სრული ფაქტობრივი კონტროლი, ყველა ელაპარაკება ამ ფეოდალს. რატო ლაპარაკობენ, რომ აი ალიევთან რატო აქვს საქმე? იმიტომ ალიევს
სისტემურად ისია დალაგებული ქვეყანა, სადაც არ არსებობს წინააღმდეგობა. თუ აზერბაიჯანთან გინდა რამეს ელაპარაკო, იქ სამოქალაქო საზოგადოება არ არის, არაფერი არსებობს ინსტიტუტები და ამის მფლობელი არის ალიევი. იგივე უნდა ბიძინა ივანიშვილის, ან თუნდაც ბელარუსის მოდელი უნდა საქართველოში, მაგრამ ამასაც ვერ აღწევს, იმიტომ ლუკაშენკომ ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით 3 თვის განმავლობაში შეძლო იმ უპრეცედენტო რეპრესიების ფონზე მთელი წინააღმდეგობა მოეკლა ბელარუსში. და ან ყველა ციხეშია, ან ყველა გაქცეულია. ქვეყანაში არაფერი არ ხდება. და საქართველოში ვიღაც 50 აკაცუკიო თვითონ ამბობენ ვერ მოიშორეს. 6 თვის წინ შემოიღეს კანონი, რომელიც ციხეს ითვალისწინებს ტროტუარზე დგომის გამო, ანუ სახლიდან არ გამოხვიდეთო და საქართველოში აღმოჩნდა ისეთი სამოქალაქო საზოგადოება და ისეთი წინააღმდეგობა, რომელიც თქვა ფეხებზე მკიდია და რუსთაველის გამწირს და დღესაც ყოველდღე გადის ხალხი. ეს ხო სასაცილო, ანუ რეჟიმი ხო კომიკური ხდება. დაჩქარებული წესით მიიღეს კანონი, რომელსაც თვითონ ვერ ასრულებენ, ხო? გასაგებია, მაგრამ მე თემას მინდა დაუბრუნდე, რომ კომიკურია ისეთი ასეთი არის და არ ჩანს გზები, თითქოს როგორ შეიძლება ეს რეჟიმი შეცვალო, იმიტომ რომ ამ ეტაპზე რაღაც ისეთი, თქვა, ძალა აქეთ მხარეს, რასაც მიისწრაფვის ალიანსი რო ალტერნატივა გამختارიყო, არ ჩანს ასე. ახალი დაწყებულია პროცესი და ალტერნატივა იქნება თუ არ იქნება. თუნდაც ისე რაც მოხდა უნგრეთში, ხო, უნგრეთის მაგალითმა ახლა ბევრი ის გააჩინა, ასე თქვა, ხო? რა გვჭირდება რეალურად ალიანსები გვჭირდება როგორც ეს უნგრეთში 2022 წელს იყო როცა ალიანსმა წააგო თუ ერთი კაცი გვჭირდება ლიდერი რომელიც ეხლა როგორც მოიგო ეხლა მესიაზე სამწუხაროდ არც მე და პოლიტიკური ლიდერი სხვა რამეა ამას პოლიტიკოსები მოუბრებთ არა ნუ გასაგებია მაგრამ მესია გამოდის ის პოლიტიკური არა ეხლა ვიღაცა მოთხოვს რომ ქართული მადიარი ვიქნებიო და სამწლიან პროგრამა შემოთავაზე არა ხო და კარგი ვიცი ხუმ რომ მესია პოლიტიკური ლიდერი მოლოდინებიდან გამომდინარე მესიანური პოზიციას ითხოვენ თქო რატო იცი რომ ეხლა რომ გამოჩნდეს პირობითად ხარიზმატული ლიდერი რომელიც თქვას რომ მე სამწლიანი ხედვა მაქვს და ამ გზაზე წამომყევით ხალხო პირველი ის ბაბლი ჩაკოლავს ეხლა რო ლიდერს ითხოვს ხო ხტები ანუ ხვალ თუ გინდა შენ პოლიტიკური ლიდერი გამოჩნდეს რომელიც ზე გამარჯვებას მოგიტანს ეგ პოლიტიკური ლიდერი არ არის ეგ არის მესია არა გამოჩნდეს და ცოტა რაღაცა ის ადეკვატურად უნდა იმას აკლა. ალიანს რაც შეიძლება რომელი გზა აღმოჩნდა ადეკვატური, ხო, საბოლოო ჯამში. ამ უნგრეთის მაგალითი ამიტომ მოვიყვანე, რომ 2022 წელი საპარლამენტო არჩევნებზე ყველაფერი ოპოზიცია გაერთიანდა, როგორც თქვენ ამბობთ, რომ აი ალიანსი ერთიანობა და ასე შემდეგ გავიდნენ და პირწმინდა წააგეს ორგანოთანებულად. და მე აგერ თელმა ოპოზიციამ რაც ვერ გააკეთა ერთმა კაცმა. ჩვენს ისტორიასაც თუ გაიხსენებ, ხელისუფლება ყოველთვის ასე ერთი ლიდერი ცვლიდა, ხო? იგივე გამსახურდია მოუგვარჩევნები კომუნისტებს, დაჭირდა შევარდნაძის გაშვებას ბატონი სააკაშვილი, მერე აგერ ერთმა კაცმა ბიძინა ივანიშვილმა დაამარცხა სააკაშვილი, ასაც ვერ აკეთებდა მანამდე მთელი ოპოზიცია. ის ოპოზიცია მანამდე იყო დაშლილიც, იყო გაერთიანებულიც, ამნაირი ქუჩაშიც იდგა 7 ნოემბერს, მერე საკნები ყველაფერი, მაგრამ ვერაფერს ვერ უხერხებდა. საკანოს ამ ერთი კაცი არ გამოჩნდა. ამიტომ არის კითხვა, რომ ალიანსია გამოსავალი თუ ერთ კაცში არის გამოსავალი, რომელიც როგორც აქამდე ყოფილა ჩვენთან ამარცხებს ხელისუფლებას. პოლიტიკური ლიდერშიპი და ლიდერობა ნებისმიერი პოლიტიკური პროცესისთვის კარგი როა, მაგაში ვეთანხმები ნებისმიერს. ანუ ამაზე დავას კი არ დავიწყებ. უბრალოდ ჩვენი რეალობა არის ისეთი, რომ ეს პოლიტიკური ლიდერი უნდა გამოიკვეთოს, რომელსაც ექნება ძალა, ხო? ანუ მე თუ ვიღაცაზე ვიტყვი, ეს არის პოლიტიკური ლიდერი და ამას ხალხი არ გაკვლობა, ის პოლიტიკური ლიდერი იქნება. არა, პირობითად გეუბნებ, ანუ ხსნი მთელ ამანატორიას. ანუ ლიდერი უნდა ასხივებდეს ლიდერობას, უნდა ქონდეს ეს კომპეტენცია და რაც მთავარია, მისი ლიდერობა ხალხმა უნდა დაიჯეროს, უნდა გაყვეს, ხო? ჩვენ როგორი რეალობით მივედით ალიანსის ფორმირების პროცესთან. აი ესეთი სახალხო ლიდერი არ არსებობდა, ველი იყო ფრაგმენტირებული, მათ შორის არა მხოლოდ პარტიული იდეოლოგიების თვალსაზრისით, არამედ გზასთან დაკავშირებით. ანუ ძალიან ბევრი განსხვავებული გზა იყო, თუ როგორ უნდა იაროს წინააღმდეგობა. რაც მოხერხდა ალიანსის ფორმირების პროცესში და ჩემი გადასახედიდან ძალიან დიდი გამარჯვებაა, იმიტომ რომ საფუძველი და თუ აქ სახს მყარი ის ბევრ საფრთხეს გაუძლებს და წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოგეშლება, მოხდა შეჯერება გამარჯვების გზასთან და სტრატეგიასთან დაკავშირებით და როგორ უნდა ვიაროთ ამ გზაზე და როგორი ქცევის წესებია საჭირო და ამას ჩვენი რეალობა აჩვენებს ძალიან ხშირად, რომ ქცევის წესებზე შეჯერება ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ პროცესი არ აგრეოდა. აი ეს დინამიკა უკვე გვაქვს, ანუ წინ გადადგმული ნაბიჯია. ეხლა
ამ გზით უნდა გააგრძელოს იარული, რასაც აანონსებს უნდა გააკეთო, პროტესტის გაფართოებისთვის უნდა იზრუნო და შემდეგ ან კოლექტიურად შეძლე პოლიტიკური პროცესის ლიდერობას, იმიტომ საზოგადოება ჩათვლის, რომ ამ პოლიტიკურმა ჯგუფებმა პირადი ინტერესები გადადეს, სწორი გზის ირგვლივ ფორმირება შეძლეს, რაზეც ილაპარაკეს, იქ სანდოობა აღწრეს, ხალხი გამოიყვანეს, დანაპირები შეუსრულეს. აი ესეთ თუ მოვა ნდობა გაჩნდება ამ პოლიტიკური ორგანიზმის მიერ შეუძლია ლიდერობის როლი იტვირთოს. ან ამ მიმდინარე პროცესში გამოიკვეთება ისეთი ძალა, იმიტომ ჩვენ პარტიები ხო არ გაგვიუქმებია და განსხვავებები არ გაგვიუქმებია. გამოიკვეთება ისეთი ძალა, რომელიც შეძლებს ხალხის ნდობის მოპოვებას და შემდეგ ბუნებრივად ალაგდება. 88 წელს ზვიად გამსახურდი უპირობო ლიდერი იყო ეროვნული მოძრაობის? 99 წელს იყო ზვიად გამსახურდი უპირობო ლიდერი ეროვნული მოძრაობის? 91 წელს და 90-ში იყო. იგივენაირად 2003 წელს მიხეილ სააკაშვილი იყო ზვარდების რევოლუციის წინა პერიოდის უპირობო ლიდერი? არ ყოფილა. არჩევნების პერიოდშიც არ იყო მისი პარტია მართალია პირველ ადგილზე გავიდა, მაგრამ ძლიერი პოლიტიკური სუბიექტები არსებობდნენ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან ერთად მოახდინეს ვარდების რევოლუცია და ამას ნაციონალურ მოძრაობაც არ უარყოფს და არც მიხეილ სააკაშვილი არ აკნინებს თავისი თანამებრძოლების მაშინ სხვა ფორმაციებიდან თანამებრძოლების როლს. ესე შეიძლება მოხდეს ამ პროცესში. ანუ ჩვენ ვერ გვეცოდინება, მანამდე ხელისუფლება ვერ შევცვალეთ ვერასდროს. ჩვენ ვერ გვეცოდინება რა მოხდება. ძირითად ინდიკატორებს უნდა დავაკვირდეთ, რომ პროცესის ანალიზი შეძლოთ. ერთი ის, რომ სუსტება თუ არა რეჟიმი და ინდიკატორები ცალსახაა, რომ რეჟიმში არასტაბილურობა და ის სუსტება და მეორე წინააღმდეგობა გადარჩა თუ არა და გადარჩა ცალსახად და იკვეთება თუ არა რაღაც საფუძველი, რომელიც მიცემს საზოგადოებას იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ალტერნატივის გამოკვეთის პროცესი მიმდინარეობს და მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი იკვეთება, თუმცა ჩემ ლაპარაკს, რომ ეს პროცესი იკვეთება, ყოველთვის ჯობია კონკრეტული შედეგები დავდოთ, იმიტომ შედეგები უფრო გააჩნს ნდობას და აი ამასაც ეძღვნება სწორედ ეროვნული მობილიზაციის კამპანია, რომლის კულმინაცია, ანუ პირველი ეტაპის იქნება 26 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მანამდე სრულობა გვექნება და ყველას მოუწოდებ გამოვიდეს, იმიტომ ეს არის ჩვენება იმის, რომ ქართული საზოგადოება ვერანაირმა რეპრესიამ ვერ გატეხა და ჩვენ ვართ მზად. ეხლა უშუალოდ თქვენს პარტიაზე მზაზე ბოლომდე ვიაროთ. თქვენს პარტიაზე მინდა კითხოთ, აქამდე არ იყავით, ასე ვთქვა და გაუქმება არ გემუქრებოდათ, მაგრამ ეხლა აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებამ დაგამატათ გასაუქმებელთა სიაში სარჩელი თქვენს გამო თავიდან შევა, ასე ვთქვა. ოქტომბერში პაპუაშვილი ამბობდა, რომ არ გრძალავთ ფედერალისტებს, მათ არ აქვთ არსებითი გავლენა პოლიტიკაზე და 7 თვის თავზე. ხო, მას მე რომ აგერ ალიანსში გაწევრიანდნენ, იმ ხალხთან ერთად ვინც საბოტაჟს ეწევა. ჩვენი არსებითი გავლენის ზრდა პოლიტიკაზე თვითონ ირიბათ აი ამ ქმედებითაც აღიარეს, თუმცა ჩვენთვის ეს არაფერს არ ცვლის. ანუ ჯერ კიდევ როდესაც პირველი სარჩელი შეიტანეს, მაშინ ნაციონალური მოძრაობის კოალიცია ცვლილებების და ლელოს წინააღმდეგ სასამართლოში მაშინ განვაცხადეთ ჩვენ, რომ არანაირ არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებთ ამ მიზეზითაც, სანამ თუნდაც ერთი პოლიტიკური პარტია არის საქართველოში გაუქმებული, ანუ მის ამ მომრჩეველს არ ეძლევა შესაძლებლობა თავისუფალი არჩევანის ამ ქვეყანაში. და მიუხედავად იმისა, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, როგორი დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ ამა თუ იმ პარტიის მიმართ. ანუ შეიძლება ჩვენი სრულიად საძულველი პარტია იყოს გაუქმებული ამ პროცესში, მაგრამ ჩვენ მაინც არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. ამიტომ არ იცვლება ჩვენთვის არსებითად არაფერი. ეს პირიქით, ეს ქმედება ხა რაც გააკეთეს, არის რეჟიმის სისუსტის კიდევ ერთი გამოვლინება რა, ანუ ინდიკატორებზე რომ საუბრობდით. 9 თვიანი პროცესია საკონსტიტუციო სასამართლოში, სარჩელი შეტანის შემდეგ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება. ხედავთ, რომ მე-7 თვეა დაწყებული იმ სარჩელთან დაკავშირებით, პირველი სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც შეიტანა არანაირი ქმედებები საკონსტიტუციოს არ გადაუდგამს, ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება ბიზინა ივანიშვილის მიერ არ იყო მიღებული და საკონსტიტუციო ელოდებოდა. რადგანაც ეს ვადა გადის და მას სავაჭრო ჭირდება დამოკლეს מחვილებით ჩამოკიდებული პოლიტიკურ სპექტრზე, რომ აი თუ რამე მიამად გავაუქმე, მოდი ჩემთან ივაჭრეთ. ვადის თავიდან დაწყების მიზნით დასავლეთზე ვაჭრება, ხო? რა თქმა უნდა, ეს აგერ ახლა სარჩელი მაქვს შეტანილი და თუ არ გინდა რომ გავაუქმო, დამელაპარაკო. პოლიტიკური პატიმრები ჭირდება, პარტიების აკრძალვა ჭირდება, იქ რაღაც ეკონომიკური მაქინაციები ჭირდება, იქ ჩინეთის როლის გაძლიერება ჭირდება. აი ესე ვაჭრობს რა, ქვეყნის ხვალინდელი დღით ვაჭრობს პირადი კეთილდღეობისთვის და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, რადგანაც მას ზუსტად იცის, თუ საქართველოში იქნება მინიმალური დემოკრატიული და სამართლებრივი სტანდარტი, ივანიშვილის რეჟიმი ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს და ძალაუფლება მისთვის არის უპირველეს ყოვლისა. ხო,
ხო, ну კი ბატონო, ну ნახოთ საბოლოო ჯამში თქვენ მოგიწევთ თუ არა ასე ვთქვათ, მოხდება თუ არა თქვენი პარტიის ან სხვების გაუქმება, მეც ახლა ეჭვნება, რომ ამ ეტაპზე ეს გააკეთოს ივანიშვილმა. ბოლოს მინდა კითხოთ, ალიანსზე საუბრობდით, რომ რაღაც აი ახალი ალტერნატივა ასე შემდეგ, მაგრამ ბოლოს კიდევ ერთი რაღაც გაუგებრობა მოხდა, ხო? ალიანსმა უწია რაღაც განცხადების გაკეთება, სააკაშვილის წინააღმდეგ. ეს გაუგებრობა უკვე მეორე არის რიგითი ასე ალიანსში. ახალი ალიანსია და გასაგებია უკვე საჯარო ის ხდება. გასაგებია მოხდება. საჯაროდ როცა მიდის აი ამის გარჩევა, მე მაგის წინააღმდეგი არა ვარ, ესეც დემოკრატიული კულტურის და პოლიტიკური კულტურის ნაწილია, ანუ ტრადიცია უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ასთა სხვადასხვაობაში, თუნდაც ხელშეკრულების და შეთანხმების დარღვევაში განსაკუთრებული არაფერი არ არის. განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი არის ის, თუ როგორ ხდება რაღაც შეთანხმების დარღვევაზე რეაგირება და ალიანსმა ორივეჯერ ძალიან სწორად ჩააბარა ის გამოცდა, რომელიც განსაზღვრა საკუთარივე შეთანხმებით. აი აქ არ არის პიროვნებების შესახებ საუბარი. რაღაცა შეიძლება მოხდეს და შეთანხმების დარღვევა ან მოგიწიოს, ან უნებურად გამოგივიდეს. მნიშვნელოვანია როგორ რეაქციას გააკეთებ შემდეგ, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ პრინციპი, უნდა დავიცვათ ის, რაზეც შევთანხმდით, იმიტომ რადგანაც საუბრობთ, როდესაც საუბრობ, რომ შენ გინდა იყო ალტერნატივა, ალტერნატივა მოიაზრებს ნდობას საზოგადოებაში. ხო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილთან ერთად არ გამოვა ეს პარიტეტი, იმიტომ რომ ის თავს გზობს როგორც სპილო რაღაც პატარა ცხოველებს შორის. დღეის მდგომარეობით ყოველთვის ექნება მას ასეთი ასე თქვა. შეიძლება კონდეს, გვექნება კიდევ უფრო მკვეთრი რეაგირება ალიანსის ფორმატში და შემდეგ ეს ფორმატიც თავისუფალი ადამიანებისგან შედგება, თავისუფალი პარტიებისგან, არავინ არ იყო იძულებული ხელი მოეწერა ამ შეთანხმებისთვის, ყველა ნებაყოფლობით გააკეთა და თუ შენ ჩათვლი პოლიტიკური ლიდერი რომელიღაცა, რომ შენ ინტერესებთან, პირად პარტიულ ინტერესებთან ამ ალიანსის გზა თავსებადი არ არის, როგორც მოაწერე ხელი, ისე შეგიძლია კარი ღია და გახვიდე შეთანხმებით. გასაგებია, მადლობა დიდი განაცემის მონაწილეობისთვის. თემი კირთაძე, ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი სტუმარი. შემდეგ რეკლამის შემდეგ ჩვენ ვისაუბრებთ ამ თემაზე, გავაგრძელებთ საუბარს. თუმცა მანამდე ვიდრე დაგემშვიდობებით, წიგნი უნდა გაჩუქო, ბიბლუსმა აპრილი გამოაცხადა წიგნის ჩუქების დღეთ და ერთ-ერთ წიგნს გაჩუქებ შენც. ეს არის დევიდ გოგინსის ვერ გამტეხ. პრინციპში მოგიხდება და ოპოზიციას ასეთი სლოგანი. ჩვენ გვაქვს რეკლამა, რეკლამის შემდეგ უკვე ამ ალიანსის კიდევ ორი წევრი ორი პარტიიდან შემოგვიერთდებიან. ეს არის კოალიციასვლებისთვის და ნაციონალ-მოძრაობა, მათ შორის იყო ძირითადად ეს გაუგებრობა და სწორედ ამ გაუგებრობას გავარჩევთ სამთავრობო ცვლილებებთან ერთად, ასე რომ დაგველოდეთ. აშასე პოლიტიკური სივრცე დაბრუნდა ეთერში და ვისაუბრებთ განაცემის ამ ნაწილში ძირითადად ოპოზიციურ ალიანსზე, ეს გეგმებზე, პერსპექტივაზე და მომხდარ გაუგებრობაზე, უკვე მეორე გაუგებრობა ასე ვთქვათ, როცა განცხადებით უწევს ალიანსს უპასუხოს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ციხიდან გააკრიტიკა ოპოზიცია ზიხარ თბილ ტელესტუდიებში და Facebook-ის კომფორტულ ბაბში და გიკვირთ ხალხი რატომ არ მოდის რუსთაველზეო. დაწერა სააკაშვილმა, ამის სანაცვლოდ გადაიქეცით ვითარების მიმომხილველ აბონ ციციაშვილებათო, ზოგი ჯიუტად აგზელებთ ერთ-ერთის გამეორებას, მთავარი ივანიშვილი შეიცვალოს და მე რა ყველაფერი მოგვარდება, ზოგი კიდე ჯიუტად აწვება მიდის ლოზუნგით არც მიშა არც ბიძინა და ამიტომ განიცდით კრახსო და ასევე ახსენა რომ 2024-ში არც თუ უნიჭო ენერგიულმა პოლიტიკოსთან, რომელიც უცდილობდა ახალი მიშა გამختارიყო, ოღონდ მიშას დაგმობის ხარჯზე ძალიან ბევრი იარა რეგიონებში ამ ლოზუნგით და თითქმის ვერაფერს ვერ მიაღდა და ეს უნდა იყოს გაკვეთილიო. ნუ ამ ახალგაზრდა ოპოზიციონერს, რომელიც მიშა ახალ მიშად ცდილობდა გახდომას, ბევრმა ამოიცნო ნიკა მელია. და სწორედ ნუ ამას მოყვა ეს გაუგებრობა, რომ სააკაშვილი ნიკა მელიას გულისხმობდა. მელიას პარტიის წევრი ნუგზარ ციკლაური არის ჩვენს თუ არ მოგესალმებით ნუგზარ? პარტია ახალის. პარტია ახალის. კი ბატონო. მადლობა გადაცემაში მონაწილეობის და ნუ ამის საპასუხოდ მე ალიანსზე 8 პარტიას, ნუ ბუნებრივია ნაციონალ-მოძრაობა არ შეუერთდა ამ განცხადებას, დაჭირდა რაღაც განცხადების გაკეთება იმის შესახებ, რომ რაღაც ასეთი არ არის საჭირო რაღაც ასეთი განცხადებებით გამოსვლა სააკაშვილის მხრიდან. მოკლედ რო ვთქვა, თქვენ რა სიტყვით რა ხდება ალიანსში? ვიდა მესმის ინტერესი რომ პოლიტიკოსებს შორის იცი რა, ალიანს რო გაეტარებინა ეს მიშას ეს Facebook პოსტი, შეიძლება ეს ინტერესი არც გამოეწვია, მაგრამ ახლა პარტიამ ალიანსმა ჩათვალა რომ ოფიციალურ განცხადებით უნდა ეპასუხა ამისთვის. ნუ ასეა თუ ისეა, წარმოიშვა ეს ინტერესი, მანამ სანამ განცხადებაც იქნებოდა, მანამდეც იყო მაშინვე დაწყო ეს საუბარი.
პირდაპირ გეტყვით, რომ აი ამ ტიპის დისკუსიების აქტუალიზაცია ნამდვილად ჩემს ამოცანებში არ შედის, თუმცა ჩემ მოსაზრებას კი გამოვთქვამ, რომ სანამ არის ხელისუფლებაში ივანიშვილის რეჟიმი, სანამ ტროტუარებზე დგომისთვის ადამიანებს აპატიმრებენ, სანამ პოლიტპატიმრები ცავსია ციხეები და სანამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი ასე დრამატულად არის შეცვლილი, რომ ქვეყანა კარგავს განვითარების პერსპექტივას, ხოლო საქართველოს აი ამ ამიერკავკასიური ცენტრისგან გადაიქცა ნამდვილ პერიფერია მთელი მსოფლიოსათვის, მიმაჩნია, რომ აი ესეთი შიდა თავდასხმები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან არ არის სწორი და ასევე მიმაჩნია, რომ ალიანსის ეს განცხადებაც იყო მოზომილი იმისათვის, რომ შემდგომში არ იყოს გაგრძელებული აი ამ ტიპის რაღაცა პოლიტიკური პინგ-პონგი, რაც ასუსტებს მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციას და ახლა დასუსტებული ოპოზიცია უფრო შორს არის იმ მიზნებისაგან, რა მიზნებიც მე მგონია, რომ როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას აქვს. ერთი რამ ვიცი, რომ სააკაშვილს არ ესმის ეს, მაგრამ ასე მე ვერ გეტყვით რა და როგორ ვეჭობ, პირველად არ ვსაუბრობთ ამ თემაზე, მე მგონი ჩვენ ვისაუბრეთ რამდენიმე თვის წინ რაღაც გილაურმა ვიღაცას რაღაც მისცა და ის არის შეკრული ხელისუფლებას და ამ შემდეგ ეს არ არის პირველი შემთხვევა და თქვენი ინტერესი რომ რატომ იყო ასეთი რეაქცია ალიანსის მხრიდან შეიძლება ამით აიხსნას. იმიტომ რომ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ესე ტიპის უსაგნო ბრალდებები იყო გამოთქმული და ეს პასუხიც ამას მოყვა. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მიმაჩნია სწორად რომ ეხლა გაგრძელდეს მუდმივი დებატები ამის თაობაზე, როდესაც გაცილებით უფრო მძიმე პრობლემებია. ერთი რამ ვიცი, რომ ჩვენი პოლიტიკური ალიანსიდან, კოალიციიდან ორი ადამიანი დღემდე არის ციხეში და მათი მხრიდან არასდროს ინიცირებული არ ყოფილა ესე ტიპის ბრალდებები არც ერთი პოლიტიკური ოპოზიციური პარტიის მიმართ. არც ნიკამელიას მხრიდან, არც ელენეს მხრიდან, გვარამიაიჯდა მანამდე ციხეში და არც მისი მხრიდან. ეს არის რაღაცა ლამის დოქტრინალური რწმენა ჩვენი, რომ თავდასხმა ეხლა პოლიტიკურ ოპოზიციაზე ხელსაძლევს ხელისუფლებას და ამიტომ ამას არასდროს არ თავდასხმის გარდა ალბათ იყო კრიტიკაც, ხო? მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ აი არასაკმარისად დადიხართ რეგიონებში, რაღაც სტუდიებში ზიხართ თბილად და აი მე რო ვიყო, მე სხვანაირად ვიმოქმედებდი. აი ეს იგულისხმებოდა ეხლა. მე პოლიტიკურ ოპოზიციას აქვს მორალური ვალდებულება, ხო? თავის რაღაც გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ეს მორალური ვალდებულება ამ პოლიტიკურმა ოპოზიციამ აიღო მაშინ, როდესაც თქვა, რომ არჩევნები გაყავდა ვაცხადებით ბოიკოტს და უმძიმეს, აი გოლგოთის მსგავს გზას შეუდგა, იმიტომ რომ უარი თქვა საპარლამენტო მანდატებზე, უარი თქვა საპარლამენტო დაფინანსებაზეც და თქვა, რომ იმ ადამიანებთან ერთად არის, ვინც ქუჩაში გამოდის. ეხლა მთავარი არის, რომ ამ გზაზე არ მოხდეს გადახვევა, ამ გზაზე არ ითქვას, რომ აი გავტყდით, აღარ შეგვიძლია ასე გაგრძელება, დავიღალეთ, მოდი მივიღოთ ის თამაშის წესები, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობს. ეს არ მომხდარა. დანარჩენი მე ვფიქრობ ძალიან ბევრი რამე საქართველოს მოქალაქისთვისაც გასაგები არის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ტროტუარზე გამოთქმული პროტესტისთვის ადამიანს იჭერენ, იქ ხელისუფლების რაობაზე ყველას აქვს უკვე ჩამოყალიბებული აზრი. თბილისი არის მილიონნახევრიანი ქალაქი, დიდი ქალაქები, რუსთავი, მცხეთა, თბილისის გარშემო ლამის 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, აი ამ ჩვენგან ძალიან ახლოს და ამ ადამიანებმა იციან, რასაც წარმოადგენს ხელისუფლება. ეხლა სტუდიიდან იქნება, პირადი შეხვედრიდან იქნება, თუ არ ვიცი, აქციებიდან, ყოველდღიური აქციები და ჩვენი პარტიის წარმომადგენლებიც ესწრებიან, ყველა საერთო ამოცანა არის, რომ აი ეს მუხტი შეიქმნა საბოლოო ჯამში, რომ ადამიანები გამოვიდნენ და თქვა, რომ არ ვეგუებით ქართული სახელმწიფოს გაუქმებას, არ ვეგუებით ირანიზაციას, რუსიფიკაციას, ჩინეთისკენ სვლას, არ ვეგუებით ევროპის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს და ვიცით ხო დღესაც როგორი განცხადებები იქნა, როგორც კაია კალასის, ისევე სხვა საგარეო მინისტრების მხრიდან. აი ეს არის ახლა მთავარი. შეიძლება თუ არა ახლა უკეთი კიდევ უფრო უკეთ იყოს ორგანიზებული, ნამდვილად შეიძლება ყველას შეუძლია ამ ტიპის აზრის გამოთქვა, მაგრამ ის ტონალობა, რომელიც იყო ამ განცხადებაში, მე ვფიქრობ, არ იყო შესაფერისი და არ ემსახურებოდა არც ქართველი ხალხის და არც კიდე პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების ინტერესებს.
კი ბატონო, ამ ფონზე როგორ წარმოგიდგენიათ ალიანსის მხრიდან რაღაც ჩამოყალიბება ძლიერ ალტერნატივად. ყველა ამას ელოდება, ფიქრობს, რომ საჭიროა ძლიერი ალტერნატივა, ხო? და რა გზები არის ამისთვის, რომ ალიანსს აქვს თუ არა იმის რესურსი, რომ უფრო მეტი ნდობა გაუჩნდეს მოსახლეობაში. ბევრი ამას სკეპტიკურად უყურებს, რადგან ალიანსი ძირითადად ძველი პარტიები ხართ, ძველი პოლიტიკოსები, ასე ვთქვათ, ძირითადად ნაციონალიზმიდან გამოსული და აი მეტი ზრდის რესურსი რამდენად აქვს ამ ალიანსს, ასე ვთქვათ. არ ვიცი, ალიანსის კარები არის ღია, თუ ვინმეს მოუნდება, რომ გახდეს ნაწილი ამ ალიანსის, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამას, რამდენიმე ძლიერი პარტია არის კიდევ დარჩენილი, რომელსაც თუ ისინი იზიარებენ აი ამ ფუძემდებულ პრინციპებს, კერძოდ რომ ივანიშვილის პოლიტიკურ დღის წესრიგში არ მიიღონ მონაწილეობა და გააგრძელონ ბოიკოტირების კამპანია, მხოლოდ მივესალმებით აი ამ ამბავს. ერთი იმ ალიანსში არიან ისეთი პოლიტიკური პარტიებიც, რომლებიც არ იყვნენ ნამდვილად ნაწილი ასეთი თავისუფლების მოედანი მაგალითად და ხო, და ასევე სამოქალაქო საზოგადოებიდანაც ვინც იქნება, რა ვიცი, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია რომ იყოს გაზრდილი. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თავარი აქ არის ფუძემდებლური ამბავი. ვინ ეგუება ამას? ვინ აგრძელებს იმ გზას, რაც იყო თავიდანვე აღებული, რა კურსი იყო აღებული მას შემდეგ, რაც 2024 წლის არჩევნები გაყალბდა. არ აღიარების პოლიტიკა არის ყველაზე მძიმე რამ, რაც ხელისუფლებას დღეს ჭირს. არ ვაღიარებ ჩვენ და ამიტომ არ აღიარებს მთელი დასავლეთი, არ აღიარებენ სხვადასხვა სახელმწიფოები და იმიტომ არის აი ესეთი კრიტიკა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ისე ევროპული საზოგადოების მხრიდან, ევროპული ქვეყნების მხრიდან, ევროპული ორგანიზაციების, დღეს Amnesty International-ის შეფასებები გამოქვეყნდა და მრავალრიცხოვანია ეს შეფასებები. ამიტომ ეს არ აღიარების პოლიტიკა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის ამ ალიანსის ძალაც. რამდენად ქართული ხალხი მხარს დაუჭერს და მისი მრავალრიცხოვნები დაადასტურებს, რომ ის მხარს უჭერს აი ამ მიდგომას, ხო, ამას ყველამ ერთად უნგრეთის მაგალითმა რა გვასწავლა, ხო? ორ რამეზე ძირითადად საუბრობენ, მაგალითთან გამომდინარე, რომ ერთი რომ აი რეგიონის ხალხთან უშუალო კონტაქტი და მეორე ლიდერი აღმოჩნდა, ასე ვთქვათ, მონგებიანი. და ამ კაცმა ერთმა ადამიანმა დაამარცხა ფაქტობრივად ორბანი თავისი კამპანიით და იმით რომ ის მას გაყვა ხალხი ასე. ხო, უნგრეთი დიდი ხანია ემზადებოდა, ხო, აი ამ რაღაცა ეროვნული ენერგიის ამოფრქვევისათვის. 14 წელზე მეტი არ 16 წელი იყო ორბანი იქაც. ჩვენც 28-ში 16 წელი შეუსრულდება სათავეში და ეს იქაც არ იყო მარტივი ვითარება, ასე უნდა გვესმოდეს, რომ პარალელები ყოველთვის სწოდავენ, ზედმიწევნითი სიზუსტე არასდროს არ არის, თუმცა ბევრი რამ არის სასწავლებელი. ჩემი აზრით, გარდა იმ ტექნიკური ამბებისა, რომელზეც საუბრობთ, რომ ვიღაცამ აირჩია, რომ უფრო მეტად რეგიონებში ქონოდა კამპანია, ვიღაცამ სხვა ტიპის რაღაცა აქტივობები აირჩია, მე მიმაჩნია, რომ რაც ყველაზე მთავარი იყო და ღერძი იყო ახლა უნგრეთის წინააღმდეგობის მოძრაობის, რომ იქ აი ამ ლიდერებმა თქვეს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტრადიციაც და ოღონდ მნიშვნელოვანია ნოვატორობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ისტორიული გამოცდილების გაზიარებას და ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ის დემოკრატიული მიღწევები და გამოწვევები, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებობს და აი ამ თვალსაზრისით მათ ისე ძველი ბერძნული გამონათქვამი, რომ ტრადიცია და ნოვატორობა არის წინაპირობა განვითარების, მე ვფიქრობ ჩართეს უნგრულ პოლიტიკაში და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და განსაზღვრელი. აქაც არის არსებითი, რომ აი ასეთი ტიპის პოლიტიკური გზავნილები და პოლიტიკური დოქტრინა იყო შეთავაზებული აუნჩევლებისათვის და ეხლა დანარჩენი როგორ განვითარდება მოვლენები, ეს შეუძლებელია, რომ უბრალოდ კოპირებული იქნას ნებისმიერი ქვეყნის გამოცდილებიდან. ჩვენ გვახსოვს, იყო დღე, როდესაც თითქოს არაფერი არ მოასწავებდა აი ესე წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყებას, 20 ივნისს გულისხმობ გავრილოვის ჩამოსვლას აქ და ნახეთ თუ როგორი პროტესტი არის დაგროვილი ხალხში. თავარია ჩვენ არ უღალატოთ პოლიტიკურმა პარტიებმა ჩვენს თავს იმ მრწამს, რომელიც გამოთქმული გვაქვს და იმ დაპირებებს, რომელიც ქართული ხალხის კი ბატონო, და ბოლოს როგორ შეაფასებთ ამ მოულოდნელ საკადრო ცვლილებებს დინარაძის, ასე ვთქვათ, გადადგომას თუ გადაყენებას გულისხმობდა, ანუ ახალ თანამდებობაზე გადაყვანას? რეჟიმი არ არის სტაბილური, აი ესე შევაფასებ. რეჟიმს აქვს რყევები და ის რომ
უშიშროების მინისტრი ბოლო 5 თვის განმავლობაში მესამედ იცვლება, ეს ძალიან კარგად მიუთითებს ამაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არავინ არ გვეუბნება რა მიზეზით იყო გადაყენებული ეს დინარაძე და საერთოდ რატომ განხორციელდა ეს ცვლილებები. ხო, კაცმა ნახეთ, რომ რაღაც ელვისებული კარიერა გაიკეთა, ხო, რაღაც ლეიტენანტიდან გახდა გენერალ-მაიორი და თუ ასეთი წარმატებული იყო ეს ადამიანი, რატომ არ აგრძელებს იქ საქმიანობას, სადაც იყო, ხო, მანამდეც. და ასევე ეს გადანაცვლებები, ხელისუფლება უნდა იყოს გამჭვირვალე, ხელისუფლება უნდა უხსნიდეს ადამიანებს აი ამ თუ იმ ცვლილების არს, მაგრამ ქართული ოცნება არც თulis ამას საჭირო და უფრო მეტსაც გეტყვის, არც არავინ არ იცის, რატომ მოხდა ეს გადანაცვლებები. ეს არის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელიც როგორც წესი უკავშირდება თავისი უშუალო უსაფრთხოების და სტაბილურობის ანუ ლოგიკურად ვერ ახსნე, ხო? ნუ დღეს მილიონი რომ გავიგონეთ, ხო, რომ თითქოს და ამ ვერ მოაგვარა მაგალითად საპატრიარქოში მეუფე შიოს გაპატრიარქებს. აი ასეთი ვერსიაც გამოიწვია. ესე ამპლიტუდა აი ამ ეჭვების, გამონათქვამების, ვიღაცამ თქვა რომ კობახიძეს უთხრიან ძირს, ვიღაცამ თქვა რომ აი ეს ვიღაცის ის იყო. აი არის ყველანაირი რაღაცა ეჭვი გავრცელებული მithkma მოთქმა გარდა იმისა, რაც უნდა იყოს, რომ ხელისუფლება იყოს პასუხისმგებელი ხალხის წინაშე და ამბობდეს იმ მიზეზების შესახებ, რამაც გამოიწვია ესა თუ ის გადაადგილება. ვფიქრობ, ეს არის პირველ რიგში უჩვენებს იმას, რომ არ არის სტაბილურობა და თვით კობახიძის მთავრობაში არ არის სტაბილურობა. ერთის მხრივ საგარეო პოლიტიკაში არის კოლაფსი, ვერც ერთი მიმართულებით, ვერც ამერიკის შეერთებულ შტატებთან დღეს იქნა ინიცირებული კიდევ ახალი კანონი, რომ საიდუმლო სამსახურებმა საქართველოს ხელისუფლების და ჩინეთის და ირანის კავშირები გამოიძიონ, ვერც ევროპის მიმართულებით ვერ მოხდა ეს სტაბილიზაცია. ასევე ქვეყნის ეკონომიკაში იცით რა ვითარებაა, რომ ფასების კომისია, რომელიც არის 5 მილიონერისაგან შექმნილი ფასების კომისია, იკვლევს იმას, რომ ღარიბებს როგორ დაუკლონ კვერცხზე ფასი, რაც არის ცინიზმი პირდაპირ და ამის შედეგიც ვნახეთ, ხო, ყველაფერი არის დაძვირებული. ამიტომ შესაძლოა ეს მიმართული იყოს, რა თქმა უნდა, კობახიძის წინააღმდეგაც, თუმცა ჩვენ არ ვიცით ზოგადად რა ხდება იმ კულუარებში, რომელსაც დიქტატორი მართავს. ჩვენ ვიცით მარტო ის, რომ ჩვენთვის, როგორც საქართველოს მოქალაქეებისათვის, როგორც სამოქალაქო უფლებები, ისევე ჩვენი ქვეყნის განვითარების გეზი არის სულ უფრო და უფრო ცუდისაკენ მიმავალი. ამ თვალსაზრისით ცხადია, რომ ოპტიმისტური დასკვნების გაკეთება უბრალოდ შეუძლებელი არის. ხო, ნუ კი ბატონო, ალბათ უფრო მეტი გაირკვევა, ან არც გაირკვევა ამ ცვლილებაზე. მადლობა დიდი გადაცემაში. ხო, ნახოთ კომპეტენციები როგორ ვიდრე დაგემშვიდობთ, თქვენს წიგნი უნდა გაჩუქოთ, ბიბლუსმა გამოაცხადა აპრილის წიგნების ჩუქების დღეს და თქვენს ამ წიგნს გაჩუქებთ, დევიდ გოგინსი ვერ გამტეხო, ხო? ოპოზიციას მოგიხდებათ ეს. ვისი ავტორობით არის დევიდ ბომიში? აჰა, კი ბატონო. ხო, ესე იგი შოთა რუსთაველისგან გვახსოვს, რომ გასტეხს ქვასაცა მაგარსა, გდევნით ყויისა ბილისა და როგორც ჩანს დევიდ ბომიში არის კი ბატონო. ნახოთ რა წერია შიგნით მე არ წამიკითხავს ნამდვილად. დიდი მადლობა. ჩვენ შემდეგ სტუმარი იქნება ლაშა ფარულავა, ნაციონალური მოძრაობის წევრი. და მასთან გავივლით უკვე ამ საკითხებს და ვისაუბრებთ იმ თემაზე, როგორც გითხარით, ნუ გაუგებრობა, რომელიც დაიწყო ალიანსში და შემდეგ უკვე ეს გაგრძელდა, თქვა ალიანსის პასუხით, ხო? მე წავიკითხავ ვიდრე შემოგვიერთდება ალიანსის პასუხიდან ნაწილს მიხეილ სააკაშვილის განცხადება ალიანსის პრინციპებს ეწინააღმდეგებაო, ასე ვთქვათ ალიანსი ასე ეხმაურება ამ განცხადებას. ალიანსი შეიქმნა უნიშნულოვანესი მიზნის მისაღწევად, პროდასავლური პოლიტიკური ძალებისა და ქართული საზოგადოების ჭითრო თანამშრომლობით საქართველოს გათავისუფლოს ივანიშვილის არალეგიტიმური რუსული რეჟიმისგან. მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებას ნაწილმა აღიქვა მიხეილ სააკაშვილის განცხადება ეწინააღმდეგება აღნიშნულ პრინციპებს, მათ შორის დათქმას იმის შესახებ, რომ არც ერთ პარტიას არ აქვს უფლება თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერადო, ნათქვამია
ალიანსის ამ განცხადებას. ალიანსი მოუწოდებს ყველა მონაწილე პარტიას, რომ მომავალში თავი შეიკავოს გავსი ტიპის კონფრონტაციულ განცხადებებისგან. როგორც გითხარით, ეს ყველაფერი მოყვა სააკაშვილის განცხადება, სადაც ის ოპოზიციას აკრიტიკებდა, რეგიონებში არ დადიხარდა, პლუს მე მებრძვითო მიშას და ბიძინას გარეშე გინდათო ქვეყანა და ეს მიდგომა წამგებიანიაო. ლაშა ფარულავა შემოგვიერთდა. მოგესალმები, მერაბ, მიოსალმები. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და რატო გაანაწყენა თქვენმა ლიდერმა ალიანსი, ახლა შექმნილი ალიანსის დანარჩენი, ასე ვთქვათ, პარტიები? პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო აი ამ სამთავრობო კარუსელს. მაგაზე აუცილებლად კითხავ, ბოლოში ვაპირებდი, მაგრამ კი ბატონო, მაგით დავიწყოთ, არ არის პრობლემა. არა, ჩვენს თანამოქალაქეებს უნდა უთხრათ, რა ხდება, ხო? ანუ ივანიშვილის გუნდი, ან ბანაკი ეს დანაშაულებრივი დაჯგუფება აგერ უკვე 3 თვეა და 3 კვირაა მაღალ ფასებს ებრძვის. ირაკლი კოლბახიძემ ხო გასცა დაპირება, რომ პირველ შედეგებს აპრილში იგრძნობს ჩვენი თანამოქალაქეებიო და მეტიც. აგერ სუსმა დაიწყო მრისხანე გამოძიება კარტელურ გარიგებებთან დაკავშირებით და ასევე რა ხდება, ხო? ყველა რიტეილ კომპანია, ანუ სუპერმარკეტი, აგრარული ბაზარი, იმპორტიორი სურსათის და ადგილზე ვინც რამე დახლი აქვს, ყველა არის ქართული ოცნების შემომწირველი. აი მეტიც საპენსიო სააგენტო, სადაც ჩვენი თანამოქალაქეების დანაზოგები გროვდება და არც ეკითხებიან ჩვენ თანამოქალაქეებს ისე ათავსებენ სხვადასხვა მიმართულებით, აი ამ დანაზოგს შეისყიდა საპენსიო სააგენტო ნიკორას მიერ გამოცემული ობლიგაციები და შემდეგ ზუსტად 1 თვის შემდეგ ნიკორას თანამშრომლები ესე დაალაგდნენ და შესწირეს ფული ქართულ ოცნებას. ანუ ეს არის პოლიტიკური კორუფცია და პლუს თვალებში ნაცრის შეყრა, რასაც ეძახიან ბრძოლას მაღალ ფასებთან. ვინაიდან მაღალი ფასების უკან დგას ქართული ოცნების ინტერესი, იმიტომ რომ ბიუჯეტი მათი სახრავია. აი ამოვიღოთ ხო 2013 წლიდან დღემდე სადღაც 95 მილიარდი ლარის ტენდერი არის განაწილებული. აქედან 20 მილიარდი ერთ პირთან მოლაპარაკების გზით არის განაწილებული. ანუ ყოველ წელს 1,5 მილიარდი 2 მილიარდი ნაწილდება ქართული ოცნების კონკრეტულ პირებზე. აი კონკრეტულ პირს აძლევენ და ამ ქვეყანაში სადაც ეს ხდება, ანუ 2 მილიარდი რიგდება. პატარა ბავშვებისთვის თურმე ვერ გამოიძებნა წამლის ფული. აი ეს არის ქართული ოცნება, ეს არის ნულოვანი ტოლერანტობა, ეს არის არაქრისტიანული პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ქართველებისგან დაიცალოს. პოლიტიკური ოპონენტები ციხეში, სინდისპატიმრები ციხეში და იმის ნაცვლად რომ აგერ ლაპარაკობთ წლებია რომ ოლიგარქიული მმართველობა გვაქვს და ნეომონარქიულ მმართველობაში გადავდივართ, იმიტომ რომ აგერ ივანიშვილმა გამოიყვანა საკუთარი შვილი და გვაჩვევს რომ მემკვიდრეობითი იქნება დანიშნები ამ ქვეყანაში და ამ დროს რა ხდება ალიანსში, მაგრამ დინარაძეს რას ერჩოდა შენი აზრით? გეტყვით. ბიძინა ივანიშვილმა აღმოაჩინა რომ მისი გუნდის წევრებმა დიდი ფული იშოვნეს, როგორ არის შოვლინდე, ხო 95 მილიარდი. ეხა აი ბუკვალურად ახსნე, ციფრებით ახსნე. 95 მილიარდი ლარი განაწილდა, აქედან 60 მილიარდი არის მორგებული კონკრეტულ კომპანიებზე, რომელიც არის მთლიანად ქართული ოცნების აი ეს ბიზნეს ელიტა. დანარჩენი 20 მილიარდი ერთ პირთან მოლაპარაკებით, ანუ აი ეს მეტრეველთან მინდა რომ ანუ ხელშეკრულება დავდო და ეს არის ჩვეულებრივი ფული განაწილდა რა. კი, ანუ ტრადიციული მეთოდი, ანუ 95 მილიარდი. ეს ფული არის ბიუჯეტიდან, სამინისტროებს ეძლევათ ფული, სამინისტროები აცხადებენ სახელმწიფო შესყიდვებს, ტენდერებს. ეს არის 2013 წლიდან დღემდე. და კი, ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი დათვალა და აღმოაჩინა რომ 60 მილიარდი კონკრეტულ კომპანიებზე და მორგებული ტენდერები, 20 მილიარდი კონკრეტულ პირებს შეირიცხა და რამდენი არის ცით კონსოლიდირებული ტენდერი, ანუ კონსოლიდირებული ტენდერი ნიშნავს რას, რომ იქ არის მეტად მაღალი სტანდარტი, კონკურენცია და ესეთი არის სულ 16 მილიარდის ტენდერი განაწილებული. ანუ 16 მილიარდი მეტნაკლები პატიოსნებით განაწილდა ამ ქვეყანაში ამ წლების განმავლობაში. და ბიძინა ივანიშვილმა რა გააკეთა? აი ამ დაჯგუფებიდან, ქოც ელიტიდან ამოიღო ფული. და ვინ იყო მისი ამოღების სამსახურის უფროსი? იყო მამუკა მდინარაძე. ხო, მამუკა მდინარაძის ხელით გააკულაგა ყველა გავუშვა ციხეში.
აგერ ბაჩიაშვილი არის კლასიკური მაგალითი, დაალაგდა ბაჩიაშვილთან, არა მხოლოდ ბიტკოინები ამოიღო, არამედ მტკვარი ჰესიც წამოიღო. იმიტომ წამოიღო მტკვარი ჰესი, რომ ეხლა ჰესები არის მომგებიანი ბიზნესი, იმიტომ რომ მისმა თანაგუნდელმა დავით ნარმანიამ გააძვირა დენის ტარიფი 33% და ჰესებს კი აქვთ აი თავის წილი მოგების იქ აქვთ ჩატვირთული იმ ფას ნამათში, რომლის გადახდაც მოუწევთ ჩვენ თანამოქალაქეებს. ანუ ივანიშვილის ბიტკოინებს და ბაჩიაშვილის ბიტკოინებს ჩვენი ხალხი იხდის, ანუ გაძვირებული ტარიფის უკან დგას ივანიშვილის ინტერესი, მაღალი ფასების უკან დგას ივანიშვილის და ქართული ოცნების ინტერესი და მეტიც, აი ეგერ ქართული ოცნება გვპირდებოდა მერაბ, რომ ჩინური ინვესტიცია შემოვიდოდა ქვეყანაში, რომ აშენდებოდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომ ლიბერტი ბანკში შევიდოდა ჩინური ინვესტიცია და რა მოხდა? მოხდა ის, რომ ხუანინგ ჯგუფმა, რომელსაც წლების განმავლობაში 600 მილიონის ესე რომ დანაშთი ქონება გაუჩნდა, სავარაუდოდ თავრობის ჩარევით და მითითებით მოუწია ამ ქონების TBC ბანკში გირაუთ ჩადება, აიღო სესხი, ძვირის სესხი, იპოტეკური სესხი და ამ სესხით იყიდა ლიბერტი ბანკი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ რუხაძემ ბრიტანული სანქციების გამო დაკარგა TV იმედი, ისე რომ 1 ლარიც ვერ წამოიღო იქიდან და ახლა ივანიშვილმა 600 მილიონი გაატანა რუხაძეს. ანუ ინვესტიცია ქვეყანაში კი არ შემოვიდა, არამედ გავიდა, კაპიტალი გავიდა ქვეყნიდან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ირაკლი რუხაძე მიცის ბევრი რამ ბიძინა ივანიშვილზე ამ ბინძურ პროპაგანდაზე და ივანიშვილმა გაატანა ეს 600 მილიონი. და ეს რას ნიშნავს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, მაგალითად პენსიონერებისთვის? ძვირი სესხით შეძენილი ლიბერტი ბანკი და შერწყმა ბაზის ბანკსა და ლიბერტი ბანკს შორის დასრულდება იმით, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს პენსიონერებს გაიზრდებათ საპენსიო სესხზე პროცენტი, გაიზრდებათ ყველა საბანკო პროდუქტზე მომსახურება. კი, ყველაფერი გაუძვირდებათ და აი ამ თაღლითობის, ამ კორუფციის ფასს ჩვენი პენსიონერები გადაიხდიან. და დღეს თუ ვინმე დარჩა ამ ქვეყანაში არის პენსიონერი. თუ ვინმე ახალგაზრდა დარჩა, ყველა არის კოლცენტრში. ივანიშვილის კოლცენტრში, რომლის ელიტაც წარმოადგენს აი ამ კოლცენტრებს და იქ დასაქმებული ადამიანები არიან ხაფანგში პირდაპირ გაგებით. ეს ახალგაზრდები 1 წლის წინ აქციებზე იდგნენ. დღეს რატო არ დგან, იცი? იმიტომ რომ ყველას უთხრეს, რომ თქვენს წინააღმდეგ დაიწყება სისხლის სამართლის საქმეები და პროკურატურაში მოგიწევთ სიარული. დააშინეს ეს ხალხი და ყველა ხაფანგშია. ყველა ახალგაზრდა ხაფანგშია. პენსიონერებს საკუთარ თაღლითობის ფასს ახდევინებენ. საკუთარი ჯიბიდან ხდება ეს ყველაფერი და როცა ესეთი განუკითხაობა, როცა ესეთი უთანასწორობაა, სოციალური უთანასწორობაა და ჩვენ ოლიგარქიული მმართველობიდან, ანუ რეჟიმი ოლიგარქიული მმართველობა და გადავდივართ უკვე ნეო-მონარქიულ მმართველობაში. აი, რო გვეცინებოდა შუა აზიურ მოდელებში, რომ აი შვილი ყავს და რაღაცა და ხან ღერის ვიღაცა ლიდერი ხან ცეკვავს და ეს ამაზე გვეცინებოდა. ზუსტად 10 წლის წინ. და დღეს ამ რეალობაში ვართ. რა რეალობაში, რომ ცოტნე ივანიშვილი გამოდის და ამბობს, რომ ძალადობას გმობს, არა და 2024 წლის 29 აპრილს, როცა რუსთაველის გამზირზე დაგვიანოსა ბიძინა ივანიშვილმა ევროპული არჩევანის საბოტაჟი მის გვერდით იყო ცოტნე ივანიშვილი ტაშ უკრავდა და პირდაპირ თქვენს, რომ ტერორი და ძალადობა იქნება ჩვენი მთავარი ინსტრუმენტი, რომ ქართველი ხალხი დავაჩმოროთ. ამიტომ ეხლა რას ამბობს მიხეილ სააკაშვილი, ხო აი მე მინდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან აქვს სამუდამო პატიმრობა. სამუდამო პატიმრობა აქვს. ერთადერთი თუ ვინმე დაიხსნის მიხეილ სააკაშვილს, ლევან ხაბეიშვილს, ირაკლი ნადირაძეს, ჩვენ მეგობრებს, ნიკამელიას, მათ შორის ირაკლი ოქროაშვილს. ესე გაიგეს, რომ ნიკამელიას დაესხა თავს. იქნება ქართველი ხალხი, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა პოლიტიკური მომენტუმები გაუშვით. ეხა თუ ვინმე იტყვის ყველაზე ხმამაღალ სიტყვას არის ქართველი ხალხი. ამიტომ ჩვენი ფუნქცია და მოვალეობა არის რომ ქართველი ხალხი ალიანსში რატო შემოგვიყვეს დესტრუქცია. ქართველი ხალხი უნდა გამოახიზლოს. აი მაგალითად მაია ზახაროვამ რატო გააკეთა განცხადება, რომ თუ ქართველი ხალხი მოინდომებს ევროკავშირს, ჩვენ ენერგორესურსებს შეუწყოთ საქართველოს. ეს ხო 2006 წელს მოხდა. ანუ ორბანი როგორც პოლიტიკური მამა და ლობისტი დაკარგა ქართულმა ოცნებამ, მათ შორის რუსეთმა და ძალიან კარგად იცის, რომ წნეხი ქართველი ხალხის მხრიდან გატეხავს ივანიშვილს. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ის ნაცვლად რომ დრო კარგოთ და განცხადებები წეროთ მიხეილ სააკაშვილს. ხო და იქნებ მიხეილ სააკაშვილს მოუკლოს განცხადებების წერა. პარადიგმა, 14 წლიანი პარადიგმა, რომ ვერევი ბიძინას, მაგრამ მოვერევი მიშას. არის
ლუზერობისთვის განწირული პარადიგმა. ეს არის არასწორი და კი, ამას ყველა გრძნობს, აი გადახედეთ ამ პოსტებს, გადახედეთ ამ განცხადებებს, მის ქვემოთ კომენტარებს გადახედეთ, ის ხალხი არ არის საერთოდ ჩვენი ამომრჩეველი, ისინი სულელები კი არ არიან. ეს არის ქართველი ხალხი, ისინი ხვდებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი იძახის, რომ მიდით ბიჭებო და აგერავარ მეც მოგეხმარებით, მეც ჩემ რჩევას მოგცემთ. ეს არის რეკომენდაცია და არა საბოტაჟი. და ვიღაცებმა იმის გამო, რომ საკუთარ ეგოს და მიხეილ სააკაშვილის ჭრდილს ვერ გაეცნენ და რაღაცა სამწუხაროდ ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომლითაც არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები და ალიანსის ქართული ხალხი და ქართული სახელმწიფო ზიანდება, მე რა. ალიანსის ყველაფერი 8 პარტია აღმოჩნდა ერთ მხარეს. თქვენ აღმოჩნდით ცალკე, ხო? და ნუ რა ეს ხო და ზუსტად მაგას როგორ უნდა გავიგოთ ამ შემთხვევაში? მიხეილ სააკაშვილმა Facebook პოსტი დადო. Facebook პოსტი ბევრ ამის ეხებოდა, ის იყო რა სარეკომენდაციო ხასიათის, ეს არ იყო რაღაცა ის რომ ვიღაცის წინააღმდეგ არ იყო. შემდეგ განმარტების სახით წავიკითხო კიდევ ხარ აებს წერე. არა, მოდი განმარტება რასაც გააკეთა. ნიკა მელი არის პოლიტიკური ტყვე. მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური ტყვე. ჩვენ რო პოლიტიკური ტყვეები გვყავს, მიუხედავად ჩვენი განსხვავებისა, იმიტომ ვართ იმ ალიანსში. რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის რომ რა პრობლემა და რა გადასახადის დამწევები ვართ და რა მაღალ ფასებთან უნდა დავუწყოთ ბრძოლა, როცა ჩვენი მეგობრები არიან ციხეში. ამას გონია ვერ ხვდებიან რეგიონებში? რეგიონები კი არა, მთელი ნახევარი საქართველო მოვიარეთ ჩვენ და ჩვენ Facebook გვერდზე არის ეს ინფორმაცია და ფოტოსურათები და ყველაფერი აკეთებული. ძალიან მაგალითად დაწერა მიშამ 2024 წელს ერთმა არც თუ უნიჭო ენერგიულმა პოლიტიკოსმა, რომელიც სულ ცდილობდა ახალი მიშა გამختارიყო, ოღონდ მიშას დაგმობის ხარჯზე ძალიან ბევრი არა რეგიონებში ამ ლოზუნგით და თითქმის ვერაფერს ვერ მიეღწია და ეს უნდა იყოს გაკვეთილი. ანუ არც მიშა, არც ბიძინა ამ ლოზუნგით იარაო, იგულისხმება საბოლოოდ მელია. უფრო მეცაც გეტყვით ზოგიერთ ოპოზიციონერზე, ბევრად უფრო სახალხო პოლიტიკოსი იყო, სრულიად ბნელი და ამორალური ღარიბაშვილი. და ამიტომაც დაიჭირა პატრონმა. კეთილი. ეხლა ანუ განმარტებს, აი დეფინიცია რო გააკეთა, აი ამ პოსტის ისე წავიკითხოთ მაშინ. სადაც წერს რომ მიხეილ სააკაშვილი წერს რომ ნიკა მელიას. ხო, არ მე ხო არ მიგულისხმიაო, ხო. არის მართლა ფასდაუდებელია ხა ნიკა მელია და მამამისი ანზორ მელია და ნუ რაზე ვაპარაკობთ? კაცო ეს ოჯახები, არა მარტო პოლიტიკა, ეს ოჯახები არის ჩვენი ნაწილი, ჩვენი საზოგადოების ნაწილია. და ანზორ მელია მკურნალობს თელ საქართველოს მკურნალობს და კაც გული გაუხეთქეს, იმიტომ რომ მის შვილს როგორც ექცევიან, ეს მხოლოდ ხდება დიქტატორულ სახელმწიფოებში, ავტოკრატიებში ხდება ეს. და ივანიშვილმა გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ მისი თანაგუნდელები, აი გია ვოლსკი იყო მისი კლინიკის ერთ-ერთი ისა, რა ქვია, ხო, სულიკ იყო ხოლმე გია ვოლსკი, როგორც მე ვიცი, ანზორ მელიას არის მისი პირადი ექიმი. ანუ რას აკეთებენ? კაცი, რომელიც მათ გულს მკურნალობს, ამათმა გული გაუხეთქეს, შვილი სრულიად უკანონოდ ჩაუსვეს ციხეში. და ჩვენ გონია ამას არ ვაფასებთ, ან თქვენ რა გონიათ, რომ ნიკა მელია კი არა, ჩემი მეგობარი საბას ხვიტარიძე. მიუხედავად ის სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში ვართ. აწამეს ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ევროპული არჩევანის საბოტაჟს არ შეეძლო. რატო კპენს დროდადრო ამ ოპოზიციას, ასე ვთქვათ? არაფერი, ეს არის რეკომენდაცია მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, რომ არის რაღაცა ხო არის გამოცდილება ხო არსებობს და თუ ვინმეს აქვს ამ ქვეყანაში გამოცდილება, ეხლა რომ ეძებენ, ანუ მადიარი, ყველა გახდა ექსპერტი, რომ მადიარმა უიმე როგორ მოახერხა ის, როგორ მოახერხა და იარა. მიხეილ სააკაშვილმა იცი რამდენ ადამიანს ჩამოართვა ბოლო არჩევნებში? ხელი მილიონ ადამიანს ჩამოართვა 2008 წელს, როცა პირადად იყრიდა კეჭს და ხო არ დაგაუწყდეს 7 ნოემბერი. კი, ძიმე მოვლენა იყო და იმედში შეჭრის ამბავზე ჩვენი პოლიტიკური განცხადება გაკეთებული გვაქვს, რომ ეს შეცდომა იყო. მაგრამ მე რა გადადგა პრეზიდენტი და პირადად მილიონ ადამიანს ხელი ჩამოართვა. პირადად გააკეთა ეს ყველაფერი, კი? და ეს არის სწორედ ჩვენ რეალობაში და იმ სინამდვილეში დავდივართ, მე რა დავდივართ, ოღონ ამას ჭირდება უფრო დიდი და საკმარისად დადიხართ, ხო? გეტყვით? სააკაშვილად თქვა რომ ტელესტუდიებში სხედხართ. აი პირდაპირ გეუბნები რა, სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, როგორც კი დაანონსდა 31 მარტს აქცია და მობილიზაციის კამპანია, ჩვენ შეხვდით ჩვენ პარტიულ აქტივს აბსოლუტურად ყველა რეგიონში დაგვრჩა მხოლოდ სამცხე ჯავახი და იქაც აუცილებლად ჩავალთ. რას ეხებოდა ეს შეხვედრები? ეხებოდა იმას, რომ რა არის მთავარი პრობლემები, აი შეხვედრას რო გავაკეთებთ, რაზე გავაკეთებთ პარტიული აქტივი საკმარისია. არა, პარტიული ინფრასტრუქტურა თუ არ გაქვს, ის როგორ უნდა იარო ხალხში ან როგორ უნდა მიაწვინო ხმა? ამიტომ საჭიროა რომ ჯერ შენი ერთგული გულშემატკივრები ის მთავარი ხალხი უნდა გააღვიძო. აბა როგორ არის? ხო და
ამიტომ ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ და კარგი იქნება თუ სხვებიც აი ამაში ჩაერთვებიან რომ საქმე ვაკეთოთ და ერთმანეთის ალიანსი ეს ალიანსი ვერ იქნება ვერ გახდება ასე ვთქვათ მე არ უყურებ ეს ალიანსი არის ალტერნატივა ასეთი კინკლაობით ასე ალიანსი თავდაპირველად ითქვა რომ არის განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების პოლიტიკური სუბიექტების გაერთიანება და ეს ძალიან ნორმალურია ჩვენ ხვდებით რომ რა არის ჩვენი მთავარი პრობლემა ჩვენი მთავარი პრობლემა არის ივანიშვილი ამიტომ ყველა უნდა თარგეტირებულად ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა ვიმუშაოთ და ვიმუშაოთ ისე რომ ეფექტიანი იყოს ცვლილებები მე არ დამოვიწყდება ხო რამოდენიმეჯერ ეპოქალური ცვლილებები მოხდა საქართველოში მაგალითად 2003 წელს მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავ მახსოვს რომ შევარდნაძის მომხრეები რო იყვნენ ისინი მიდიოდნენ მე აქციებზე რატო იმიტომ რომ ცვლილებების აი ეს სუსხი ყველგან იყო უკვე რომ აი რაღაცა კარგისკენ იცვლებოდა ეს ქვეყანა და ჩვენ აი ეს მუხტი უნდა შექმნა ჩვენ ეს სივრცე უნდა გავაჩინოთ არა მხოლოდ თბილისში არა მხოლოდ ცენტრალურ უბნებში არამედ ყველგან რეგიონებში სოფლებში ყველგან უნდა იყოს ეს მუხტი და ქართველი ხალხი უნდა ხვდებოდეს რომ ის იბრუნებს ძალაუფლებას ის არის ბატონი ამ ქვეყანაში და არა ივანიშვილი ჩვენ თუ ამას არ ვეთქვით და პატერნალისტურად ჭკუის დარიგებას დავიწყებთ მხოლოდ ხალხი ბრძენია და ყველაფერს ხვდება და ქართველ ხალხს მნიშვნელოვან მომენტებში თავისი სიტყვა უთქვამს და გაჭირვების ჟამს აი ამ უბედურების ჟამს აგერ ახსენი ბაზის ბანკი და ლიბერტი ბანკის თაღლითური კორუფციული სქემა შეკრეს და ამის ფას გადაიხდის ჩვენი პენსიონერები და იმის ნაცვლად რომ ამაზე ვილაპარაკოთ და ჩვენ პენსიონერებს აუხსნათ რომ რამდენად მნიშვნელოვანია ეხლა ეს პროცესი რომ ივანიშვილი როგორმე მშვიდობიანად გავისტუმროთ არ დაგვაუწნოთ მშვიდობიანი პოლიტიკური კალაპოტი შექმნა ოპოზიცია მერა და ტერორი და რეპრესია მოგვიწყო ივანიშვილმა და ჩვენმა თანამოქალაქე აი ხო მართლა ყველაფერი ამოწმიერდა ორველისეულად რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა და ისინი ლაპარაკობენ მშვიდობაზე და ეს სინამდვილე უნდა მივიტანოთ მოქალაქემდე და ამისთვის კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი და თუ საჭიროა თუ ვინმე იტყვის რომ აბა მოდით და გამომყევით ყველას გავყვები ყველას წავყვები ყველასთან ერთად ვიმუშავებ არა მარტო მე მთელი ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი და კარგი იქნება რომ ეს мотивация ეს ძალა ეს ენერგია ყველაფერი საქმეში გამოვიყენოთ და არა ერთმანეთის დასაპირისპირებლად აი მე ამას ვიტყობდი რა ხო, ну კი ბატონო, კარგია ეს ასე ვთქვათ, მოწოდებები, სლოგანები, სურვილები, მაგრამ საქმეში სულ და სხვა რამე გამოდის, ხო, სხვა რამე გამოჩნდა და ბოლოს აუცილებლად მე წეღან კითხე სამთავრობო ცვლილებებზე როცა ვლაპარაკობდით, ანუ ჩვენ ხომ მოყევი რომ აი დინარაძემ რაღაც ვთქვათ, ფული ამოიღო, ამას ყველაფერი შეუსრულა და ასე შემდეგ და მე რაღაცო გადააყენა. ფერი ძალიან მარტივი მოცემულობაა რა. გაგიკვირდება და გიახუხავ უნდა დავეთახო. არასდროს არ ვეთახები ამ ადამიანს და ხანდახან მწვავე დაპირისპირებაც მაქვს ხოლმე, მაგრამ აი აქედან ვეთქვი რომ კი აი მისი გზავნილები დღეს არის აი ზუსტი. რატომ? იმიტომ რომ ივანიშვილმა იცის რომ აიწონა და დაიწონას თამაშობს. ერთ მხარეს არის პროტოკოცები, მეორე მხარეს არის კობახიძის ნაცკოცები, აი ნაცები, ანუ მედროვეები რა, მედროვეები. ხან ერთს აწევს, ხან მეორეს ჩამოწევს. ეხლა არის გასწორებული. და დინარაძემ ძალიან კარგად იცის რომ აი ეხლა ჯერ არსებობს ეს უწყება, უნდა შეიქმნას ეს უწყება. აი ლილუაშვილის გზას გადის რა. კი, ანუ ბევრი იშრომა შეიძლება ივანიშვილისთვის, არა ქართული ხალხისთვის. კორუფციას ებრძვის დინარაძეო და რა ვიცი, მისი პროპაგანდისტული არხები დინარაძეო და საჯარო პოლიტიკაში აღარ იყო დინარაძე ეს რა დაგვემართავდა. ერთხელ დასვეს იმედზე. კაც ეგონა თავი ისა რა ქვია, ბერიასავით იყო რა, აიო ყველაფერს ვაკონტროლებო და ბოლოს რა თქვა, ამერიკას რაღაც იქ ტაილანდიდან აგზავნის ფულსო და ის სკანდალური ამბავი გახეთქა და იმიტომ არის ივანიშვილი ვერ ლაგდება ტრამპის ადმინისტრაცია და ვერც დალაგდება, იმიტომ რომ ამ ტყუილებით, ამ ფარისევლობებით წინ ვერ წავლენ. ამათ გონიათ აი აქ რო ატყუებენ თავის მხარდამჭერებს, რომლებიც ბიუჯეტზე ყავთ გამობმული, აი ესე არის მთელი მსოფლიო და დღეს საგარეო პოლიტიკა ისე ლაგდება, რომ ჩვენთვის, ქართველი ხალხისთვის ეს არის სასარგებლო პროცესი. კი, ჩვენ სასიკეთოდ ხდება ყველაფერი. ორბანის მარცხი უნგრეთში ევროსტრუქტურები უფრო გამოფხიზნებიან და უფრო ეფექტიან ნაბიჯებს გადადგამენ იმისთვის, რომ არა მსუსხავი ეფექტის, არამედ დამანგრეველი ძალის იყოს ეს ფინანსური ინსტრუმენტები და არ დაგვაუწყდეს ის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრად გადმოყავთ ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პირი და ეს არის პირადი დამოკიდებულება ივანიშვილის ბრიტანეთის მიმართ. და არ დაგავიწყდეს, რომ ბრიტანეთს პირდაპირ ბრძოლა გამოუცხადეს და რას ამბობენ. ანუ სამართლის მსოფლიო ცენტრი
თურმე ყოფილა აი რაღაც სასაცილო თასაკდები რა ბრიტანეთის სამართალი თურმე არ ვარგა ამას აბოს პაპუაშვილი და ტაშუკრავს კობახიძე და ივანიშვილმა ახლა ძალიან კარგად ამათი დრო ამოიწურა ჩააქრობს მათთვის სცენაზე შუქს ამათ გაიყვანს სცენიდა და შემოიყვანს სხვას და ესეთი სათადარიგო მოთამაშეები ვიღაცები ძახიან არ ყავსო ივანიშვილს ყოველთვის ეყოლება იმიტომ რომ ამზადებს უკვე მემკვიდრეობით დანიშნვა შემოაქვს. ანუ ნეომონარქიულ მართლობაში შედის ქვეყანა. ამიტომ ეხლა თუ არ გამოფხიზლდებით და მართლა ბუკიდან აღარას თუ არ დავკრავთ, არაფერი არ გამოვა რა სხვანაირად და ვიღაცებს ნუ გონიათ რომ ის რეალობაა, რა რეალობას მაგალითად 2020-2021 და თუნდაც 2024 თუმცა პირველ რიგში ალიანსში უნდა დაალაგდეთ ისე რომ ამბიციები არ გადაწონოს საერთო ინტერესები. ეს არის მნიშვნელოვანი. ალიანსი არის მნიშვნელოვანი, თუმცა პროცესი უნდა იყოს უფრო ფართო, უფრო სახალხო და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რა. ხო, კი, რა თქმა უნდა, პიჯაკით უნდა იარო გადაცემაში და რა თქმა უნდა, მაგრამ ხალხთან თუ არ დაიხურე ის ქუდი, რომელიც ჩვენ ხალხს ახურავს და თუ მისი გაჭირვება არ აირეკლე, ისე ხა არავინ არსად არ გამოიყურება. კი ბატონო, და ბოლოს ამ დაგემშვიდობები ყველა წიგნს ჩუქნით, ბიბლუსმა გამოაცხადა, ასე ვთქვათ, აპრილის წიგნის ჩუქების დღეს წეღან ორველი ახსენე და ორველის 1984 შენ გაჩუქებ ამ წიგნები და რადგან ახსენე? სხვათა შორის კარგი საჩუქარია. კი ბატონო. და ზოგადად ეს წესი გამგდდეს. კარგი იქნება რომ ყველა წიგნებს ჩუქნიდეთ. რაც უკვე არის ჩემ ბიბლიოთეკაში მირჩევნია ახალი რამე. კი ბატონო, აგერ ასარჩევად გვაქვს საქმე. შვენია. შეგიძლია აირჩიო კიდეც. ლაშა ფარულავა იყო ჩვენი სტუმარი. მადლობა და ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა პოლიტიკური სივრცე. მე ხვალამდე გემშვიდობები ჩვენის ნახევარზე შევხვდებით ერთმანეთს.